წერებს საქართველოს მოსახლეობას, ვინც გვიყურებს, ვინც პირდაპირ ეთერში ნახავს ამ გადაცემას, ვინც მოგვიანებით შემოგვიერთდება და დღეს ჩემი სტუმარი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბატონი გოჩა ვეტრიაკოვია, საქართველოს შეერაღებული ძალების, საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი, ამერიკაში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარებული და მცხოვრები, ამავე სტატუსის მქონე, მოგვიანებით კი ამერიკის მოქალაქე და სისხლითა ხორცის ცუთა ქართველი კაცი. დღეს ჩვენ მოგესალმებით ბატონო დავით. დღეს ჩვენ გვექნება ისე განხილვა მნიშვნელოვან თემაზე, იცვლება გეოპოლიტიკა, იცვლება საზღვრები, ვიტყვი რომ ისეთი რადიკალური ცვლილებები და მსოფლიო უკაზე, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს რამოდენიმე ქვეყნის საზღვრების ცვლილება, მათ შორის ამან შეიძლება მოყვეს დიდი არეულობა მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე და როდესაც რეალურად არის ამის საშიშროება და რა თქმა უნდა ეს დესტაბილიზაციებთან, ომთან, ძალიან ბევრ კატაკლიზმებთან დაკავშირებული მოვლენებია, საქართველოს ადიმყოფება. იმყოფება ურთიერთ ბრძოლაში დღევანდელი პოლიტიკური ძალები, ურთიერთ დასმენის რეჟიმში, რომ ხელთ იგდონ რაღაცა ძალაუფლების ნაწილი, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი მიგვიყვანს იმაზე, რომ ქართველთა ბედი გადაწყდება ქართველების გარეშე და ეს იქნება, მე ვფიქრობ, იმაზე დიდი ტრაგიკული მოვლენა, რითიც შეიძლება შევხიდებოდით ჩვენი ბედის და ჩვენი ყოფის მდგომარეობას, თუ მაგალითად გვეყოლებოდა ხალხის ხმაზე მოლაპარაკე ხელისუფლება ან მათი ინტერესების გამტარი ძალაუფლების მქონე ელემენტი, რომელიც დიდი ქვეყნების თამაში დააყენებდა ჩვენს რეალურ ინტერესს და ავირიდებდით იმ მავნე ზეგავლენებს პირდაპირ ომზე რო არაფერი არ ვილაპარაკო, რომელიც ნამდვილად რეალური არის ბატონო გოჩა და არავინ არ იცის რა იქნება და როგორ იქნება ყველაფერი. დღეს პირველი ყურადღების ცენტრი გადმოტანილი იყო მსოფლიოს პირველი ქვეყნისკენ, სადაც ბრძანდებით თქვენ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის ახალი რომის იმპერია. მე ასე ვიტყოდი ამას. თქვენ თუ არ იქნებით წინააღმდეგი და მოკლედ საქართველოშიც ამციებ ცხელებამ ბატონო გოჩა ჩვენს პოლიტიკურ ქვეშელონებში, ყვითელ პრესაზე, მე ასე ვუძახი ამათ, იმიტომ ამათ მე პოლიტიკოსებად არ მივიჩნევ. მიიღო როგორი სახე, იცით? აი მე ტრამპის ინაგურაციაზე ვარ მიწვეული და შენ არა ხარ. მე იქედან ჩავსელფავ და შენ დადექიდან მიყურე გულისებიდან. ხაზარაძეს ეკითხებდიან, იქნებით თუ არა თქვენ ტრამპის ადმინისტრაციაზე? ეს კაცი, რომელიც არის ბანკირი და ამხელა ეკონომიკური ბერკეტები უკავია ხელში, ვიღაცას ახარბებს იქედან, რომ დიახ, ის ნამდვილად იქნება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიწვეული ამ ინაგურაციაზე და ფართო კადრებსაც კი გვპირდებოდა პირველი სცენებიდან, მაგრამ ჩვენ სხვა რეალობა ვიხილეთ და ამ თამაშების მიღმა როგორი იქნება თქვენი შეფასება ზოგადად სიტუაციის და შემდეგ ამ ყვითელი პოლიტიკური ნაწილის. დიდი მადლობა ბატონ დავით წარდგენისთვის. მოკლედ რომ ვისაუბროთ ახლა რაც ხდება თვითონ ამერიკაში და ახალი პრეზიდენტის მოსვლით, რომელიც უკვე მეორე ვადით არის, არ არის პირველი ვადით. ბევრი მოლოდინებია, ბევრი ცვლილებების მოლოდინებია ძალიან მთელ მსოფლიოში. მარტო ჩვენთან არა, ყველგან მიდის სხვათა შორის ასეთივე ჯორაობა დიდ ქვეყნებში თუ პატარა ქვეყნებში, ვის უფრო კაი ურთიერთობა ექნება პრეზიდენტ ტრამპთან. რატომ არის ბატონი პრეზიდენტი ტრამპი ასეთი რადიკალური და ასეთი, ესე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ამერიკაში თქვიან decisive, ანუ შეუძლია რაღაც გაურკვეველი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც არ იქნება სასიამოვნო არავისთვის, გარდა ამერიკისთვის. იმიტომ რომ თვითონ პრეზიდენტი ტრამპი ეს მეორევად არის, მესამედ უკვე აღარ აირჩევენ და მაქსიმალურად შეეცდება ის ცვლილებები განახორციელოს, რაც მან ისაუბრა. პირველ რიგში დაიცვას ამერიკის კომპანიების, ამერიკის ინტერესები, როგორც გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, ასევე შიგნით არსებული პრობლემები რო გადაწყვიტონ. ახლა ამერიკას ბევრი ფიქრობს, რომ გააჩნია $35 ტრილიონი ვალი
მაგრამ ახლა შედარებით რა აქვს ამერიკას, ეს უმნიშვნელოვანია. შესაბამისად, ის მოლოდინები, რაც არსებობს როგორც ამერიკის შიგნით, ისევე ამერიკის ფარგლებს გარეთ, რომ რაღაცა ცვლილება, რაღაცა უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს, ეს ყველგან არის და ეს არის მომენტი, რომელშიც ჩვენც უნდა გამოგვეყენებინა, მე მხატვრობაში მაქვს საქართველოს, იმიტომ რომ არის მოლოდინი, რომ ახალი პაცდამის, ასე ვთქვათ, კონფერენცია შედგება საბოლოოდ. ეს იქნება რუსეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და შეიძლება თუ ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს, რომ ჩართოს ევროპა, შეიძლება ევროკავშირიც იყოს ჩართული, შეიძლება, მაგრამ ეჩვმეპარება. ამას ითხოვს თვითონ როგორც პირველ რიგში თვითონ პუტინი ითხოვს ამას. იმიტომ რომ მას უნდა ასე ვთქვათ ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება მოხდეს. ძალიან ასევე ჩინეთი, მაგრამ ჩინეთს არანაირი ექსპანსიური სხვა ინტერესები არ გააჩნია გარდა ეკონომიკური, საკუთარი საზღვრებს ფარგლებს გარეთ. გარდა ტაივანის. შესაბამისად, უფრო დიდი მოლოდინი არის, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოხდება რაიმე ტიპის გარიგება. და ბევრი, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტი საქართველოში, რუსეთში ფიქრობს, რომ ჩინეთის ამერიკის პრეზიდენტი დაიკავებს იმ პოზიციას, რომ ეს რო იტყვიან ვითომ ეგრეთ წოდებული კონსერვატორად განწყობილი ადამიანები რაღაცა უკეთეს მიაღწევენ, რაღაცა უკეთეს გააკეთებენ, რაღაცას თავისას დაიტოვებენ, თავის გავლენებს შეინარჩუნებენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის დიდი მცდალი, ასე ვთქვათ, მოლოდინები. იმიტომ რომ ამერიკა ერთი არის, რასაც პრეზიდენტი აცხადებდა არჩევნების წინ, მეორეა ის, რაც მოხდება, რაც მას რეალური სურათი ექნება უკვე ცეცხლსახში შესვლის შემდეგ. როდესაც მას ექნება სრული მონაცემები. მაგიტომაც იმის ფიქრი, რომ ჩვენ ქვეყანას რაღაცა უკეთესობა შეიძლება უკეთესი მომავალი ჰქონდეს და ამის ჩვენა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპის იმედი, ან პირიქით, ეს არის დიდი შეცდომა. იმიტომ რომ საქართველოს მიმართებაში არც არაფერი შეიცვლება, რუსეთთან მიმართებაში ის უფრო გამკაცრდება. იმიტომ რომ რუსეთის მთელი ასე ვთქვათ, რო შეადორო ეკონომიკა ახლა მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთი არის სულ 1.5% და ამერიკა არის 26%. ისევე როგორც ჩინეთია 16-ით ვარჩდები ზუსტად, თუ სწორად მახსოვს. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი დისბალანსი ეკონომიკაშიც და ყველაფერში აბსოლუტურად. ამიტომ პრეზიდენტი ტრამპი შეეცდება თავისი პოლიტიკა გაატაროს, რაც ამერიკის ინტერესში შედის პირველ რიგში და სულ არ აინტერესებს მას რა მოხდება სხვაგან. ეს არის რაც წინასწარ ჩანს. აქვე დავსვამ შეკითხვას მაყურებლისთვის, რომ უფრო ნათელი და გასაგები იყოს. ამ მოვლენების ფონზე ქართული ოცნების პავლეს სავლეთ გარდასახვის მომენტი აი გულისხმობ რას იცით? იყო დრო, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი აბსოლუტურად სხვა იდეით გვაწონებდა თავს, რომ უფრო ლიბერტარიანული ფრთისკენ იხრებოდა, რომ აი თავისუფლება, ადამიანის უფლებები, მათ შორის რადიკალური განსხვავებები ჰქონდათ დღევანდელ ვითომ და კონსერვატიულ ტალღაზე მდგომი პოზიციებიდან და თქვენ მოგეხსენებათ მე რას გულისხმობ, ეს არის თქვა სქესის ორიენტაციის და აი ამ მიმართულებით როგორც კი ამერიკაში ტრამპი მოვიდა სათავეში, ქართული ოცნება გარდაისახა, გარდაიქმნა და უკვე თავს გვაჯერებს, რომ კონსერვატორები არიან. და თან ყველაფერი ეს ძალიან წააგავს იმ სიუჟეტს, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო მმართველობაში მოსული კონსერვატული იდეების პრეზიდენტი ხომ არ არის ეს მასთან ფლირტი. აი ამის თქმა მინდოდა, თქვენი შეფასება რა იქნება, რასთან აქვს საქმე?
ფლირტის მცდელობა არის, მაგრამ ეხლა გუშინ ერთი ქურთუკი გეცვა და დღეს მოიხადე და მეორე ფერის ჩაიცვი, არავის არ ავიწყდება, რაც მოხდა გუშინ. შეიძლება პრეზიდენტ ტრამპმა არ იცოდეს ეს მაგალითად, მაგრამ როცა დაუდებენ წინ რასთანა აქვს საქმე, შეხედავს გუშინ ეს იყო, დღეს ასაა, რა გარანტია მაქვს მე, რომ ხვალე ის არ იქნება. შესაბამისად, რატო უნდა დაუგჯერო ამ ადამიანს, ხო? ახლა იცით რა არის, თქვენ მოგეხსენებათ ჩემზე კარგად, ეხლა თქვენ მაღალი რანგის ოფიცერი ბრძანდებით და გარდა იმისამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, თუ გინდ რუსეთის პრეზიდენტი იყოს, მნიშვნელობა არ აქვს ამას. როდესაც ძლიერი სახელმწიფოს მმართველი შედის კაბინეტში, ის თავისივით გადაწყვეტილებებს არ იღებს, ხო? მას ემსახურება საგარეო დაზვერვის აპარატი, შიდა პოლიტიკური დაზვერვის ანალიტიკური დეპარტამენტები და უნივერსიტეტები და ყველაფერი გამყარებულია არა მათ ლოგიკაზე, არამედ მწარე რეალობაზე, ფაქტებზე და სადაზვერვო ინფორმაციაზე. და ხა, როდესაც ტრამპი შევა თავის კაბინეტში, უკვე შევიდა და გადახედა, რომ აქეთ გვარამიადე დასაგინებს, იქეთ სააკაშვილი კორუფციონერს ეძახის, იქეთ ნაციონალური მოძრაობა უძახის, თქვათ, უფრო პრორუს პრეზიდენტს და უყურებს, რომ ივანიშვილის გუნდშიც ანალოგიური განწყობები იყო და კორუფციული მიმართულებები, რაც მისი პირადი იმიჯის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული, ის უყურებს, რომ ეს მყიფე პლატფორმაა. თუ ოდესმე გადმოიხედავს საერთოდ ჩვენსკენ, მისთვის ეს სივრცე არანაირად არ არის მისაღები არც მისი პოზიციით და არც მისი ოპოზიციით. ჩემი აზრი არის ეს ყოველ შემთხვევაში და მე ვფიქრობ, რომ ასეთი რადიკალური ტიპის პიროვნებები, რომლებსაც უკვე დასაკარგი არაფერი არ აქვთ, შეცდომებს არ უშვებენ და მის ასაკში ჩვენთან ეს მიუღებელი ასეთი გამოცდილი ადამიანები დანიშნონ თანამდებობებზე, თუ არა დიდ ქვეყნებში ეს ნორმალურია, რომ კაცმა რომელმაც ყველაფერი ნახა, მაშინ ჩაიბაროს ზუსტად ის პოსტი, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ხო და მე ვფიქრობ, რომ ამათთან მიმართებაშიც ალბათ უნდა ვიდოდოთ რადიკალურ პოლიტიკას. გინდა დღევანდელ ოპოზიციის და გინდა აქ გეტყვით, სრულიად მართალი ვზანდებით იმ თქვენ შეფასებაში. ერთი მომენტია დასამატებელი, რომ როდესაც კაბინეტში შედის ნებისმიერი ადამიანი, არა როგორც ახლა ბანანის რესპუბლიკებში მიღებული ან თუნდაც საქართველოში ახლა გამოურიცხავ მაგას, დიდ ქვეყნებში, იქ ეს არის ინსტიტუტი. პრეზიდენტი არის ინსტიტუტის ესე პრეზიდენტის ინსტიტუტი ექნება მთავრობას, მთავრობის გადაწყვეტილებებს, იქ მრავალეტაპიანი, ასე ვთქვათ, ფილტრაცია მიდის ამა თუ იმ საგნის და ირჩევა რომელია უფრო მისაღები და ასე შემდეგ. თავარია რა გეოპოლიტიკური ამოცანები ან რა სხვა მიზნები არის დასახული, ხო? შესაბამისად პრეზიდენტი ტყუილად არაფერს არ იტყვის, არსად. კი ბატონო პრეზიდენტი ახლა ახალი პრეზიდენტი ტრამპი რომელიც შევიდა მას ცოტა ასე ვთქვათ ასაკიცა აქვს უკვე საკმაოდ მაგარი ხანდახან ცოტა ზედმეტიც შეიძლება თქვას მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დიდი ინსტიტუტი რომელიც არ მისცემს ამერიკის პრეზიდენტს შეცდომის დაშვების უფლებას საგარეო მიმართულებაზე მით უმეტეს რომელიც იგეგმება არანაკლებ 20-25 წლით და ეს მხოლოდ შეიძლება იყოს უახლოეს მხედველობაში რა უნდა იყოს ამერიკა ეს ჩვენთან არის რომ საქართველოში არავინ არაფერს არ გეგმავს, არავინ არაფერს არ იცის. ეხლა რო აიყვანოთ, ეხლა ყობახიძის დაურეკო და უთხარი, აბა 1-2-3 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, პენსიონერს რამდენი უნდა ჰქონდეს პენსია, ბავშვებს როგორი ყვება უნდა ჰქონდეს სკოლაში, გაგებაში არ არის, მაგას ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ არ იცის. უნებრივი არ იცის. და მაგიტომაც აი ეს არის განსხვავება ჩვენსა და ამერიკას შორის. ჩვენებს რაც შეეხება, ჩვენ თანიშელობა არ აქვს, ეს იქნება ოცნების ხელისუფლება თუ ნაციონალების თუ სხვა ნებისმიერი პარტიის რო შეხედოთ ახლა რეალობაში მათ არანაირი გეგმა არ აქვს. ყველაფერზე ლაპარაკობენ, გარდა იმისა, რაც არის მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის. ამერიკაში ვინ იქნება პრეზიდენტი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? ან იმ ადამიანისთვის, რომელიც ახლა ზის უმუშევარი შემწეობაზე, ან რაღაცა გადასახდელებია გადასახდელი და ვერ იხდის, გაძვირებული ცხოვრება რო არის საშინლად, იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს ახლა ტრამპი რა სიტყვის და პუტინი რა სიტყვის, ხო? ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ხვალე რა უნდა გააკეთოს, რომ იერი არ იყოს მისი შვილი, ხო? 80% საქართველოში ასე არის. მაგიტომაც ეს ამაზე პასუხი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია. წარმოდგენაც არ აქვს რა უნდა გააკეთონ.
1-2-3 ადამიანი შეიძლება მოიძებნოს საერთოდ მთელ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ფიქრობს ქართულ ხალხზე, საქართველოზე და მომავალზე. საერთოდ. იმიტომ რომ ნებისმიერ პარტიას აიღეთ და შეამოწმეთ. რაზე საუბრობენ? ყველაფერზე გარდა იმისა, რაც სჭირდება გაიგოს საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა, ხო? რა უნდა გაკეთდეს, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდეს. მაგაზე არავინ არ საუბრობს. უდავოდ. არავინ არ საუბრობს, აი სამედიცინო საკითხი, რომელიც არის უზარმაზარი მასში, რომ იტყვიან, ეხლა მეგობარმა მითხრა მე საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობა იმაში რა ქვია, როდესაც შევა რეანიმაციაში არის 30%. ამერიკაში 2% რო არის, აქ ექიმებს იჭერენ უკვე. აი განსხვავება რაში არის? 30% ბავშვი შესული ბავშვი რეანიმაციაში ამში კვდება საქართველოში მაგის სტატისტიკას ვინმე თუ უყურებს საერთოდ. ბატონო გოჩა, თქვენ ძალიან საინტერესო ამბავს შეეხეთ. სანამდე მე ამ და სხვა საკითხებზე დაგისმევდეთ შეკითხვას, არის კიდე ბავშვთა ვაჭრობის თემა, რომელიც აქტუალურია და მაგაზე ინფორმაციას ვფლობ, მაწვდიან და ეტაპობრივად გამოვაქვეყნე. ხა ჩვენ დაბალი დონის ქვეყანა ვართ და აქ ყველაფერი მოსულა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რო იტყვიან, ამიტომ რაღაცებზე ლაპარაკი ალბათ მოგვიხდება, მაგრამ რადგან საპრეზიდენტო ინსტიტუტ შევეხეთ ზოგადად და მით უმეტეს თქვენ თქვით ის როგორი უნდა იყოს და ალბათ მაგალითს უნდა ვიღებდეთ ყოველთვის კარგისგან, ახლა კომენტარის გარეშე ნამდვილად ვერ დატოვებ. თქვენ იცით, ჩემი ნეგატიური შეხედულება საქართველოს დღევანდელი არჩეული პრეზიდენტის მიმართ, არც წარსულის მიმართ არ მქონდა მაინდა-მაინც კარგი შეხედულება ტრამპის ადმინისტრაციიდან, სერფებს რო იღებდა ზურაბილი და სხვადასხვა მაგიტომ არა, მაგრამ დღეს ახლა უბრალოდ ცოტა დრო მაქვს ხოლმე ჩავრთო და უყურო ეგრეთ წოდებული ნიუსები, გადაცემები, სიახლეები და პირველი თვალში რაც მომხვდა, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი სამთავრობო მანქანის წინააღმდეგ ამ შემთხვევაში დღევანდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ამზადებს სიუჟეტს და იცით რამ გამაოცა? გამაოცა არა, კი არ გამაოცა, რაზე დამწყდა გული უნდა ითქვას რა, ერთი ცხრისკენ და ერთი მგლისკენ რა. ფაქტიურად კაცს შეუვარდნენ სახლში. პრეზიდენტს მოგწონს, არ მოგწონს, ცუდია, კარგია. და ესე იგი მიდებული აქვს მიკროფონი საცხოვრებელი სახლის კარებზე. მართლა მე იმ სახელმწიფოს დედავატირე, სადაც პრეზიდენტის კარებზე ჟურნალისტი მიკროფონს ადებს და უსმენს და თან კომენტარებს აკეთებს იცით როგორ? აი ახლა სამზარეულოში ფუსფუსია. აი ახლა ვიღაცა ყავას ადუღებს, ვიღაცამ მუსიკა ჩართო, რატო არ არის პრეზიდენტი სამუშაო ოთახში. ესე იგი, თურმე პრეზიდენტი, ბიჭო, გინდა კარგი იყოს, გინდა ცუდი იყოს, პირველი არხის ჟურნალისტს უნდა შეუთანხმდეს, როდის ადგება, როდის სახში ყავას ტალოს და როდის სამუშაო კაბინეტში წავა და დაიწყებს მუშაობას. და უცებ უბრალოდ თქვენ რო საუბრობდით მაგის ტრავერსული ვარიანტი წარმოვიდგინ აი ტრამპს რო საცხოვრებელ სახლზე ვინმე მიადოს რომელიმე ამერიკელმა ჟურნალისტმა მიკროფონი და თქვას რომ ეხლა ტრამპი ადგა, ეხლა ტუალეტში გავიდა, ეხლა მოვიდა მე ყავა ჩართო. სადა ვართ ბატონო გოჩა? ნუ მაგას ხანაერად ეძახიან ამერიკაში პაპარაცი. აქ ხო პიროვნებებზე არ არის ლაპარაკი, აქ არის ადამიანის უფლებებზე ლაპარაკი და შენ თუ ცუდი ხარ, ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ ეს შენაირი ცუდი უნდა გავხდე. და ამ ხალხს რო შეეკითხო სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლობენ, ქვეყნისთვის ბრძოლობენ და აი ვიღაცამ რაღაცა ხო უნდა ანახოს ამ ხნის მანძილზე უკეთესობის. კარგი, შენ ასეთი ხარ, მაგრამ მე მინდა უკეთესი ვიყო და მე ამ ფორმით მზად ვარ შენამდე მოვიტანო რაღაცა მორალი. მე შემეშინდა ბატონო გოჩა, აი ეს ადამიანები, რომლებიც დღეს თუნდაც იმ არასასურველ ადამიანს დანიშნულს ასეც სახლის კარებთან მიკროფონს უდებენ საცხოვრებელ სახლში ტუალეტში როდის შევიდა, ეს ხალხი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მე მართლა რა იქნება კაცო? მე ახლა ერთი ის მინდა გითხრათ რა, ბატონო, სწორი შენიშვნა არის. სწორი შენიშვნა ვინც არ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი რა მნიშვნელობა ის პრეზიდენტი არის თუ დიასახლისია უბრალოდ თუ მასწავლებელია, ხო? ვიღაცა რო ეგეთ რამეს ეს არის უკანონო მოსმენა, მიყურადება, მეტი კი არაფერი. ეგ უნდა ისჯებოდეს კანონით. თავისუფლება. არ არის, ეს არ არის არც სიტყვის არის, რა ვიცი მე, რა ქვია, მაგას ყვითელი პრესაც არ არის, იქ რაღაც ჩარჩოები მაინც არის, ხო? ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი მისაღებია, მიუღებელია, ასეთია თუ ისეთი,
ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადი სივრცე და მაგიტომაც ეგ უნდა დაცული იყოს ყველას მხრიდან, ხო? მით უმეტეს რომ ეხლა ჩვენ პრეზიდენტს არ გააჩნია ის ძალა უფლება ჩვენ რაც გვტკივა ეკონომიკის საკითხები, სამხედრო საკითხები ან რაღაც სხვა საკითხები ეს და თემა ხო, ეს შუა ესა და ესე იგი მე ეხლა მინდოდეს ყავის დალევა და საჩაიეში შევიდე რატო არა გაქვს ყავა, ხო? ასე თქვა სიტყვაზე ავიღოთ. მაგიტომაც არასწორი მიდგომები არის. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, ყველას ავიწყდება, რომ შენ ხარ თავისუფალი იქამდე, სანამ სხვისი თავისუფლებას არ შეზღუდავ შენი თავისუფლები. ანუ ყველაფერს აქვს საზღვარი. გამიგეთ? ყველაფერს აქვს საზღვარი, ჩარჩოები და რომელიც რეგულირდება ან მორალური, ან რეგულარი საზოგადოებაში მიღებული კანონებით, ხო? მაგიტომაც ეს ყოველად მიუღებელია ასეთი ქცევები საერთოდ. და აი ჩვენ შევეხეთ ზეგანა ბავშვთა ვაჭრობას და ეს ბავშვთა ვაჭრობა ეს დიდი სენი არის. და საქართველოდანაც ბავშვებს ყიდიან სამწუხაროდ, პირდაპირ ამ წყვილს მნიშვნელობით. ეს არ არის ახალი სენი და მაგასაც უნდა მიექცეს ყურადღება. დიახ, ახლა მომაწოდეს მასალები, გარკვეული მასალები მომაწოდეს, ზოგადად მე ვიცი, რომ ამ თემით იყო ხაჭაპურიძე ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია და სუროგაციის თემებზე ბრძოლობდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შვილი გაულახა კაცო და იძულებული გახდა ქმართან ერთად, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, ჯერ დააპატიმრეს უკანონოდ. მით უმეტეს აგრესიის მსხვერპლი ბავშვზე იძალა და მოსამართლემ მოხდა ეს კამათი მათ შორის, რა თქმა უნდა, აი ამ მოტივებით, რომ მთელი სისტემა ამხილა უკანონოდ, აი ჩამოდიოდნენ არატრადიციული წყვილები, უკვეთავდნენ საქართველოში ბავშვებს, ну, როგორც ხდება ეს ხელოვნური განაყოფიერებით. შემდეგ გაჩენილი ბავშვები გაყავდათ საზღვარგარეთ და იქ რა ხდებოდა, მე არავინ არ იცის, აი ამ თემებზე იყო ლაპარაკი და დიდმა ბრიტანეთმა ეს სულქმარი მთელი ოჯახი პოლიტიკურ დევნილებად ცნოდა. მე ახლა მაწვდიან ინფორმაცია შეხოთაშორის უფრო მძიმეს და რა ვიცი ახლა მე საქართველოს საზღვრებს გარეთ ვინ ანაწევრებს ამ ბავშვებს, ვინ ორგანოებად ყიდის აქ ძალიან ყველაზე მოგეხსენება თქვენ როგორი ძვირადღირებული ბიზნესი არის დღეს ეს. საერთოდ შავი ბიზნესია, რა თქმა უნდა, აქ ორი აზრია ამაზე სხვა საუბარი არ იქნება ამის ლეგალიზაცია, როგორ შეიძლება ცოცხალი ადამიანი ხმოსავით დაკლა და ნაწილებად გაყიდვა, მაგრამ კონტროლის მექანიზმები საერთოდ არათუ მოშლილია, არამედ ხელისუფლების ინტერესია ყველაფერში ჩაბმული რა. და ხელისუფლების ინტერესი არ ამგონია იყოს საერთოდ ბატონო დავით. აქ უფრო არის კერძო პირების ინტერესი. აქ ჯანდაცვის სამინისტროს გარეშე შეუძლებელი არის პირველ რიგში. მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე ადამიანებისასაც მაგათ გარეშეც შეუძლებელია, იმიტომ მათ უნდა გასცენ საბუთები. აგრეთვე საბაჟო სასაზღვრო, რომელმაც უნდა გაატაროს მერე ეს ყველაფერი, ხო? ანუ ეს მთელი დიდი ჯაჭვი არის. ანუ გულისხმობ, რომ ესაა დანაშაულებრივი სინდიკატები და ხა გინდა თუ არ გინდათ ამას ყველაფერს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებთან მივყავართ და როგორ გამოვა. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის მარტო თვითონ ბავშვი არ არის, იმას სჭირდება დოკუმენტაცია, იმას თუ ლეგალიზაცია, ლეგალური რაყანა, ეს რეგულირდება მკაცრად სოფლიოში ბავშვი როგორ უნდა ტოვებდეს ქვეყნის ტერიტორიას. და საქართველოშიც უნდა იყოს კანონი წესით. შესაბამისად, მაგას უნდა იცავდნენ სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ჩვენ ეხლას ალბათ ჯერჯერობით არა ვართ იმ სიმაღლეზე, რომ ჩვენ განვახორციელოთ, ასე ვთქვათ, ბავშვების დაცვა. ან ეგეთი სინდიკატის, ასე ვთქვათ, აღკვეთა. შეიძლება მუშაობენ კიდევაც არ არის გამორიცხული, ახლა სადაც თქვენ მოგივიდათ, ალბათ იქაც მუშაობენ ადამიანები მაგის წინააღმდეგ, მაგრამ ეს მისახედია და მაგრამ აქ მთლიანად არის ქვეყანა მისახედი. მარტო ეგ არ არის ბატონო დავით, მთელი ქვეყანაა მისახედი, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანა არეულია, როდესაც ეკონომიკური სიდუქჭირია, როდესაც განუკითხაობა ქუჩებში, ემატყება ქუჩებში და ასე შემდეგ, ასეთ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა. და შესაბამისად ჩვენ ახლა გამოვიყიდოთ ერთ ეპიზოდს, მეორე ეპიზოდს, ეს იქნება ეს მხოლოდ ერთი არის 1000-დან. კი, ერთი ძაფი არის ეს მხოლოდ. ხო. მაგიტომაც ეს ჩვენ
ეხლა უბრალოდ დროს წაიღებს, ერთადერთი რაკედან რა უნდა შეიცვალოს, ის არის უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ეხლა ხომაც ამ წინებზე ვნახე პატარა ვიდეო რგოლი Facebook-ზე იყო ძველი სპექტაკლიდან ეროსი მანჯგალაძე რო თამაშობს საუბრობს ბრინჯაოს ხანაში, როდესაც ხდებოდა კაცი მეუღლესაც მიაყოლებდნენ ზედ ბრინჯაოს ხანაშიო და აი ჩვენი საქმე ეგრე არის, რომ ოცნება რო წავა ხელისუფლებიდან, ის ოპოზიცია ზედ უნდა მიაყოლო აუცილებლად. აუცილებლად. იმიტომ რომ მაგენი არაფრის გამკეთებლები არ არის. თქვენ სწორად აღნიშნეთ უბრალოდ რა არის, ცით არა მარტო ფიგურალურად აღნიშნეთ, სწორად, არამედ ძალიან დიდი არტისტის, ხო, ეროსი მანჯგალაძის ერთ-ერთი მისი ფორმა, გადმოცემის მანერა, ტონი, რომელიც რა თქმა უნდა საუკუნეებს მზარავს, ხო, მოიხსენებათ, მაგრამ ახლა დღევანდელ სიტუაციაში აბსოლუტური რეალობა არის ის, რომ საერთოდ გაანადგურეს სოციალური კლასი, როგორც ასეთი თეატრი, მოსპეს კულტურა, მოსპეს ლიტერატურა, მოსპეს მოძაგეს ყველაფერი, რასაც შეუძლია ქვეყანაში კრიტიკული აზროვნება გააღვიძოს. ჯანსაღი ეს არ შეიძლება. ოღონდ კრიტიკულად არ იმსჯელო, ოღონდ არ შეძლო შეცდომებზე აქცენტირება, რამაც შეიძლება ხვალდაზე ვისმა ანალიზმაც ქვეყანაში მოიტანოს გაჯანსაღება, აი ზუსტად ეს მოკლეს და ადრე თუ ეროსი მანჯგალაძე აყენებდა ესეთ საკითხებს, დღეს ნუცა ბუზალაძე ცეკვავს სტრიპტიზს, ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, კი რა აღსანიშნავი ეს არის, ნამდვილად ვეთანხმები, მაგრამ ოდესაც აი ამ უნიჭო სტრიპტიზში, რომელიც სხვათა შორის უფრო პორნოგრაფია ვიდრე სტრიპტიზი, იმიტომ რომ იქ არც აკრობატიკა, არც ელასტიკა, არც პლასტიკა, რომელიც მე ესთეტიკას მომცემს, სახელმწიფო იხდის 60,000 ლარს ბიუჯეტიდან, სადაც თქვენ თქვით, რომ ბავშვები შიმშილობენ, კაცო გაეროს მონაცემებია, რომ 800 ბავშვი შიმშილით გვიკვდება ქვეყანაში. უნდა თუ არ უნდათ ესეთი მონაცემები დევს და ახლა იცით რა არის, ჩვენ განვიცადეთ, ჩემი აზრი არის ეს, არის დამეთანხმებით, მაგრამ კულტურული დეგრადაციაც განვიცადეთ, ბატონო გუჩა რა. ჩვენ დღეს აი ყავს რაღაცის შემცვლელი სოციუმი მომთხოვნი, მე უყურებ მათ წარმოდგენებს, დადგმებს, მათ ეგრეთ წოდებულ, ახლა არის ფლეშ ბომბი ქვია, არ ვიცი, მე არ ვიცი ინგლისურენოვანი არა ვარ, არ არის მაგრამ ფლეშ მობს უძახიან ეგრეთ წოდებული გამოხატვის ექსპრესიონიზმის ფორმა არის თითქოს კულტურაში ასეთი და როდის იყო ქართული სული, ქართული გული შაჰიდის ფორმაში გადაცმული რამეს ცვლილებებს ახდენდა. აღრეული აქვს ეს არაჩვენი ტრადიციული მომენტებია, რომელიც არანაირად არ იზიარებს საზოგადოებრივი, ეროვნული, კულტურული, ეთნიკური ცნობიერების מחვილებს. და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ქართველიერი გამნადგურდით მაშინ, როდესაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენ კულტურასთან თანაარსებობის სურვილი და უნარი. აი აქ დავიღუპეთ და არა იქ რომ ვიღაცა მარჩევნების რაღაცა ფიზიკურად გაგვიღალბა რა. იმიტომ რომ დღეს ბატონო გოჩა არავინ არ ჩანს ეგრეთ წოდებული მსახეობებისა, რომლებიც ითხოვენ ცვლილებებს და ეს მსახეობები არანაირ კულტურას, არც თეატრალურს, არც შემოქმედების, არც ეროვნულს არ ატარებენ. ჩვენ დავიწყდება ბატონო დავით, რომ ეს მსახიობები არის ამ საზოგადოების ნაწილი. და რაც ხდება საზოგადოებაში, აისახება როგორც მსახიობებზე, ისევე ნებისმიერ თუნდაც სამხედრო ოფიცერზე, თუნდაც რიგით იმაზე რა ქვია, მასწავლებელზე, გლეხზე და ასე შემდეგ. ყველაზე აისახება ეს. რაც თავი და თავი ყველაფრის არის, ბატონო დავით, განათლების სისტემის ჩავარდნა. განათლების სისტემა, რომელიც ჩაბარებული იყო გაურკვეველ ადამიანებზე, რომელიც დაკავებული იყო ძირითადად ფულის კეთებით, რომელიც არ აკეთებდა არანაირ ანალიზს ამა თუ იმ რეფორმების დროს დაწყებული 90-იანი წლებიდან გამოუშვეს თქვათ, რა ვიცი მე თქვათ ისტორიის წიგნი, ახალი მეთოდიკა, ვინმეს ჩაუტარებია ანალიზი, რა შედეგი დადო ამ ახალმა მეთოდიკამ და არაფერი არ არის. იგივე მოხდა ნებისმიერ იმაში, რა ქვია, ინსტიტუტში, კოლეჯია თუ რა ქვია, სასწავლებელი ქვია თუ უნივერსიტეტი თუ ასე შემდეგ. ყველა სფეროში არის ჩავარდნა. მინდობილი იყვნენ არასამთავრობოებზე, რომელმაც შემოიტანეს J-კლასის პროგრამები, რომელიც ჩამორჩებოდა იმ საბჭოთასაც მოითვლიან ბევრად. ხო და
არავის არ გაუკეთებია ანალიზი. პირველ რიგში გაუნათლებლობის პრობლემა არის. აქედან უნდა დავიწყოთ. განათლების სისტემა არის უნდა განახდეს. ჩავარდნილი არის ახლა ამ ეტაპზე. ჩვენი დიპლომები, ჩვენი ისინი აიღოს გულზე დაიკრიფოს ახლა ყველა ადამიანმა და თქვას, საშუალო განათლება რომელიც მიიღო მან სკოლაში არის საკმარისი მისთვის თუ არა. თუ მარტო სწავლისთვის რომ ნიშნები ჰქონოდეს, დიპლომი ჰქონდეს, როგორ შეიძლება მაღაზიაში მუშაობდეს ადამიანი, კონსულტანტად და უმაღლეს განათლებას სთხოვდეს საქართველოში. უმაღლესი განათლება რა უნდა თქვათ ღვინის გასაყიდად როდგას ადამიანი თქვათ კონსულტაციას უწევს ან უთხოვსი ან რაღაცა. ანუ ჩვენთან განათლების სისტემა არის გაუფასურებული და დაყვანილი აი მაგ დონეზე. და როდესაც განათლების სისტემა იქნება მაღალ დონეზე, ჩვენ მაღაზიის მფლობელი ვერ მოსთხოვ უმაღლეს განათლებას კონსულტანტს, იმიტომ რომ მას ფული უნდა გადაუხადოს შესაბამისიც. ხო? მისი განათლების შესაბამისი, მისი კვალიფიკაციის შესაბამისი. და ეს ყველაფერი არის მოშლილი. და როდესაც ეს ყველაფერი მოშლილია, იქ დგება საკითხი ასევე ზნეობრივი. ეს ზნეობრივი საკითხი რომ ყველა გამოდის და ყველა რაღაცას ცდილობს გააკეთოს და ყველა რაღაცას ვითომ წარმოაჩინოს და ვითომ ეს, მაგრამ ეხლა ისმის კითხვა, პრობლემაზე საუბარი კი ეს არის, მაგრამ სად არის გამოსავალი? გამოსავალი რაში არის ამ შემთხვევაში? ეს არის მთლიანად ქვეყნის მოდელი არის შესაძლებელი, მართვის მოდელი, პოლიტიკური მოსყოვის სისტემა არის შესაძლებელი მთლიანად. ეს ეგრეთ წოდებული ეს დანაშაულებრივი რაც გააკეთა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, ეს რა ქვია იმას საპარლამენტო ეგრეთ წოდებული მოწყობა, რომ ამ ბანდას ქონოდა თავში საფარი შიგნით. აი ეს უნდა მოშლილიყო, ეს უნდა მოიშალოს. და უნდა ჩამოყალიბდეს ახალი სისტემა, როგორიც იყო 95 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული, რომელიც იყო დაბალანსებული საპრეზიდენტო, სამთავრობო და ასევე საპარლამენტო და ასევე სასამართლო. კი, აგერ კითხვას ვამენ, რომ დავგვაიმედო რაღაცა თქვითო, აი ამ ზუსტად ამაზე ლაპარაკობს, რომ აქ რაღაცა ერთი ფიგურა კი არ არის გადასადგმელი. ბატონი გოჩა ამბობს, რომ კომპლექსურად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ბატონო გოჩა ქვეყანაში გაუნათლებლობის, ინდიფერენტულობის და ნიჰილიზმის ტოტალურმა სიბნელემ მოიტანა სისასტიკეს. ეხლა არ ვიცი აი ელემენტარული მაგალითი ავიღოთ ბატონი პრეზიდენტი ტრამპისგან. განათლების სამინისტრო სრულიად გააუქმა ვაფშე, საერთოდ. დატოვა შტატების დონეზე, შტატებმა თვითონ მიხედონ თავიანთ სკოლებს. всё. იმიტომ რომ არ გაამართლა. ვერ გაამართლა. მართალიც იყო, იმიტომ რომ მარგინალიზირებული გახდა ყველაფერი. ანუ ასდა იმას, რაც იყო ადრე ჩადებული და ჰარვარდი იყო და აი მსგავსა რაღაცა ჭეკლასის უნივერსიტეტს. მართო ძვირადღირებული. და იგივე ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ხო? ანუ დონე აღარ იყო. განათლების სამინისტრო სრულიად ძვირფესვიანად არის შესაძლებელი. აი დააკვირდით ვინები იყვნენ განათლების მინისტრები. შეხედეთ ვინები, ლომაია იყო. მერე აღარ მახსოვს, რომელი იყო, აღარ მახსოვს, ეხლა მელიას პარტნიორი ვინ არის? ბოლოს ის იყო ნიკო გვარამია იყო. მერე ვაშლი ჭამია იყო. ასე შემდეგ და ყველას თავისი იდეები ასუხებდა, გამიგე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში. მოვიდა მინისტრი, ესე იგი, ის არის ჭკვიანი, ის არის ყველაფრის ცოდნე, ყველაფრის ყოვლის შემძლე და ასე შემდეგ და ის აკეთებს თავის დონეზე როგორც უნდა და ის თავისზე თვითონ თუ არის იდიოტი, მასზე უარეს იდიოტს მოიყვანს, იმიტომ რომ თვითონ ჭკვიანი გამოჩნდეს. და აი ეს პრობლემა არის საქართველოში. ეს არის გაუნათლებლობის, რა ქვია და პროვინციალიზმის მაღალი დონე. გამოსავალი რა არის? იცით რა არის გამოსავალი? აი ხალხი ბევრი გითხოვს, აი რა გვეშველება? რა გვეშველება და ყველამ უნდა თქვას, ამოიღოს ხმა პრობლემაზე. რა პრობლემა აწუხებს? გამიგეთ? თავის აი საქართველოში მიღებული არის და საერთოდ ყველა ეს ვინც არის საკუთარ პრობლემებზე უჭირთ საუბარი. საქართველოში. ყველაფერზე ისაუბრობენ გარდა იმისა, რომ თავი არ უნდა რომ დამცირებულად წარმოაჩინონ. და დასამცირებელი არაფერი არ არის, უკვე დამცირებულები არის სულ ყველა, აბსოლუტურად. ელემენტარულად პურის ფული არ არის.
ტრანსპორტის ფული არ არის, რომ გადაადგილდეს სამსახურში მივიდეს. ბავშვების ზამთრის ტანსაცმელი ვერ უყიდია. წიგნები გაძვირებული არის, აყიდინებენ ყოველ სეზონზე ახალი წიგნები უნდა იყიდონ. საჭმელზე და საკვებზე და კიდევ სხვა სამედიცინო იმაზე უზარმაზარი თანხებია გადასახდელი, ვეღარ გაუვიდა იმ 500 ლარიანი ხელფასით რას უნდა გასცდეს ადამიანი, ხო? ბატონო გოჩი რაღაც ის აი მაგაზე არავინ არ უყვარს საუბარი. ის რომ ადამიანს სოგს პური არ უჭამია 3 დღე და ცარიელ სიგარეტზე და ყავაზე გადადის ზოგჯერ, ამაზე უჭირს თქმა, იმიტომ რომ ეგონება რომ ყველა დასცინებს. დასაცინი კი არა, ამ დროს მთავრობამ ბოდიში და ცივსისხლიანად დაწყებული ეს აი იმ პერიოდიდან, როდესაც ცვლილებები მოხდა და რაღაც იმედები ჰქონდა 2003 წლიდან, ხო? ან მე აღარ შევეხები 90-იანებში რა ხდებოდა. კიდევ იმედები ჰქონდა, ისე გააგრძელა. რა გააგრძელა? ძარცვა ადამიანების. ძარცვა ჩვენ გვძვარცავენ. პირდაპირ ჩვენ ხარჯზე სხედან ესენი. ჩვენ ხარჯზე დაგრიალებენ. მილიონები აქვს ჩვენ ხარჯზე და კიდე შენ გეუბნებიან, ეგრე უნდა იყო. და ამაზე ხმას არ იღებ. მაშინ ან მონახარ, ან უტვინო ხარ, ან დებილი ხარ. ამდენი წლების მერე ეს თუ ვერ გაიგე. და შენ თუ არ თქვი შენი სათქმელი. რომ მიხვიდე, იმას კი არ ელაპარაკო, კონსერვატორი და LGBT თემებზე კი არ უნდა ელაპარაკო, უნდა ელაპარაკო, რომ ჩემი მაცივარი ცარიელი არის და ბავშვი ყავს შიერი. მორჩა. აი ეს მომიგვარე მე დღეს. მე არ მაინტერესებს რა იქნება იქ ტრამპი, რას ეთქვის პუტინს. აი და კაიკახურიც უნდა მიაყოლოს კიდე იმათ კიდე. გამიგე? აი ესეთი უნდა საუბარი დაუდგეს პრობლემა რაზე უნდა ისაუბროთ, ხო? აი როგორ ბატონი გვეკითხება რომ კომენტარს აკეთებს რომ როგორ უნდა ვილაპარაკოთ განათლების სისტემაზე, როდესაც გაუფასურდა ცოდნა. და აბსოლუტურად მართალია. რა თქმა უნდა, მაგიტომ ცოდნა მაშინ არის გაუფასურებული. იმიტომ კი ცოდნა კი არ გაუფასურდა. სახელმწიფომ დააყენა ეგ პოლიტიკა, რომ ცოდნა არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ იდიოტი არის თვითონ ვინც ზის მაღლა. უციგნური ყავს ერთი, მეორეც უციგნური ყავს. სოფლიო ომის პარტიას ებრძვის იქა გამიგე? მერე ამერიკის ჩინოვნიკებს ებრძვის თურმე deep states რო ეძახიან, კორუმპირებული იმებს ებრძვიან, ეხლა ბრიტანეთია თურმე დამნაშავე, ისინი მართავენ deep states და ხვალე რეპტილოიდები და galaktikuri ძალები გვებრძვიან თურმე. და მაგიტომ არის შენი მაცივარი ცარია, გამიგე? და ეს არის გაკეთებული იმ ადამიანების მიერ, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არის. რომელიც მოსულები არიან, არა იმიტომ რომ რაღაცა შეცვალონ, არამე იმიტომ რომ რაღაცა გააუმჯობესონ, არა იმიტომ რომ თავისი ბიზნესები გაამყარონ. ისინი ცხოვრობენ ვის ხარჯზე? აი თქვენ ხარჯზე, ბატონო დავით, ჩემ ხარჯზე. ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს, ოჯახები იხდიან გადასახადებს, ეს გადასახადები ვიდის ვისთან? მათ განკარგულებაში, ამ დებილების განკარგულებაში. და მაგათ გააუფასურეს ცოდნა, რომ თქვენ არ დაუსვათ ეგ კითხვები, გამიგე? ანუ უცოდინებმა კაცმა რა კითხვა უნდა დაუსვას, ხო არიც, არა? იმას რასაც მოუყვები, ყველაფერს დაიჯერებს, ხო? ტელევიზორში რასაც იტყვი, იმასაც დაიჯერებს. არა აქვს იმის გაანალიზების უნარი, იმიტომ რომ დღე და ღამე ფიქრობს როგორ იმუშაოს, რა გააკეთოს, რომ ოჯახი არჩინოს, ხო? ასეთი ადამიანის მართვა ადვილია, მშიერი ადამიანების მართვა ადვილი არის. როგორც არ უნდა განათლებული იყოს, მშიერი ადამიანი უნდა იმართოს როგორც რაც შეიძლება დიდხანს. ასე არის ასეთი დეგენერატების ინტერესი და ეს საუკუნეების მანძილზე იყო. კი, მე მეჯერა ამის უბრალოდ რა არის, იცით, არ ვიცი თქვენ მიაქციებთ თუ არ მიაქციებთ. აი ერთ რამეს ერთი წიგნია, ავტორი დამავის და მაგას მოგიყვებით, მოვძებნი და გათმოგიგზავნით. აი ჰოლოკოსტის შესახებ როგორ გაიგეს თუ იცით? ბევრმა არ იცის. ამის შესახებ ერთმა მწერალმა დაწერა წიგნი შიმშილს, რომელმაც გადაიტანა ის საკონცენტრაციო ბანაკში იტალიაში. და ამის მერე გახდა ეს ყველაფერი ცნობილი, რომ ასეთი ჰოლოკოსტი ქონდა ადგილი. სოფლიო დონეზე. რომ ასე შიმშილით მართლან, ანუ შენ გაჭირვებაში ხარ, შენი მართვა ადვილი არის. ეს არის მიდგომა. და არც უნდათ ისა, შეიძლება ჩაფიქრებული არც არის. არ ვიტყვი, ცოდვას არ დავიტყვი. შეიძლება არა, ასე გამოუვიდათ, გამიგეთ?
იმიტომ რომ არ იციან როგორ შეცვალონ. არ იციან შენ ადამიანი, რომელიც თქვა საგარეჯოს რაიონში ცხოვრობს თუ ჩოხატაურში თუ ფოზში თუ რა ვიცი თელავში, რა გააკეთოს ისეთი, რომ შენ შეგიმსუბუქოს ცხოვრება. ბატონო გოჩა, უკაცრავად ერთი კომენტარი მინდა გავაკეთო მაგას თქვენი გამოსვლის ფონად, იმიტომ რომ ახლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამხედრო კაცი ხართ და სიცოცხლის და სიკვდილის ფასი დაახლოებით ჩვენ ვიცით და განსაკუთრებით გვაქვს ეს გამჯდარი. მაგრამ ამ გაუნათლებლობამ, ამ არასწორმა აღზრდამ, მე როგორც აღნიშნე, გაზარდა სისასტიკის დონე რა ამ ახალგაზრდებში რა. ისე მოიქნევენ, საერთოდ არ ფიქრობდნენ შედეგს რა მოყვება. საერთოდ ახალგაზრდა კაცი როცა ხარ, ჰორმონები გებრძვის და კი, ბევრ რაღაცაზე სხვა შეხედულება გაქვს, მაგრამ რავი, ჩემ თაობაში კიდე ასე არ იყო დაცემული ყველაფერი, ვიდრე დღეს არის. ეხა ამას წინათ კონსერვატორიის სტუდენტი ბიჭი მოკლეს არაფრის გულისთვის. ვიღაცა ახوارმა დანა ჩაარტყა ზურგიდან. დღეს უსმენდი ეგრეთ წოდებულ სიახლეებს და ახალგაზრდა 27 წლის ბიჭი, 22 წლის ბიჭი ჯერ შენებარე корпуსიდან გადმოაგდეს და მერე რო ფაქტი დაემალა ცხეულს ცეცხლი წაუგიდეს. არ იყო ესეთი სისასტიკე გარკვეულწილად, ნუ ახლა ჩვენ 90-იანები გავიარეთ, ომი გავიარეთ, ის გავიარეთ, ეს გავიარეთ და ვიცით რა სახი აქვს სიკვდილს ზოგადად, მაგრამ იმ ახალ თაობაში რა, სადაც ეს ახლა ხდება, ხო? მართლა გავს თქვენ თაობაში იყო ესეთი ცნობილი გერმანელი რეჟისორი ბერტოლტ ბრეხტი. და იმას დაწერილი აქვს კავკასიური ცარცისწრე და ომი დამთავრდა მშვიდობის გეშინოდეთ, თუ აი ზუსტად ეს მომენტი დაგვიდგა მთელ ერს. ჩვენ ბატონო დავით, ჩვენ ომში ვართ უკვე 92 წლიდან და ჩვენ ვერ გაგვიგვია რომ ომში ვართ. ომი ის კი არ არის მარტო რომ ავტომატები ისვრის და ქვემეხი ისვრის და თვითმფრინავიდან ბომბი ცვივა. ომი არის ის, როდესაც შენ გიცხადებენ ეკონომიკურ ბლოკადას, ან ეკონომიკურ, ასე თქვათ, ხრიკებს, რომელსაც შენ ვერ ვითარდები, ფინანსური, ასევე საგანათლების მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებებითაც. ჩვენ ომში ვართ და შედეგი რა არის? შედეგი ის არის, რომ 1.5 მილიონი თუ მეტი 2 მილიონამდე ადამიანი გასულია ქვეყნიდან. დაშოვარზე, ზოგი სამუდამოდ. და ამ ადამიანების გახლეჩილი ოჯახების შვილები გაიზარდნენ იმ გარემოში, როდესაც ან დედა არ იყო სახლში, ან მამა არ იყო სახლში, ან ორივე არ იყო სახლში. ამიგეთ, მათ არავინ არ ასწავლა, მათ სამაგალითო არავინ არ ხავდათ რო აეღოთ. აი, მაგალითი აიღოს, ხო? შენ ბავშვი გაზარდო, შენ თვითონვე და უთხრა ეს ცუდია, ეს კარგია, ესე გააკეთე, ისე გააკეთე, ეს მოიკეთე. ხო და მაგალითის მიცემა არ არის მოდაში დღეს დღევანდელ ხელისუფლებას აქ ლიდერიზმი აღებული და არა მაგალითის მიცემა. ლიდერიზმი პირველ რიგში მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. სწორი. მოგამიგე. ხო და მაგიტომაც არის და მაგიტომ ბავშვისთვის პირველი მაგალითის მიმცემი არის მშობლები. მშობლების ურთიერთობაზეა დამოკიდებული ბავშვის წარმატება მომავალ ცხოვრებაში. ხო და შესაბამისად, როდესაც ან ერთი არ არის, ან მეორე არ არის და ისი ბავშვი ძირითადად ატარებს ისეთ სკოლებში, ახლა როგორიც არის ჩამოყალიბებული საქართველოს სკოლები, მრავალი პრობლემებით. ნახევრად შივრები, ბავშვი რო შია, იმას რა შეაინტერესებს ახლა ისტორია, გეოგრაფია რა, ხო? დიდი ბოდიშის მოხდით, აქ უბრალოდ ჩვენმა გამომწერმა ესეთი კომენტარი გააკეთა. ძლივს გავიგეო სასარგებლო თემაზე დისკუსია, გაიხარით, მადლობელი ვარ თქვენიო და 1.300.000 დარჩა ეთნიკურად ქართველი საქართველოში, დანარჩენი სხვა ერის შვილები არიანო და ეს გააკეთა და მრავალი წერტილით დასვა. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით თქვენ გაქვთ ბევრი ინფორმაცია? მე გეტყვით, მეცაც კიდევ 500.000 ადამიანი უნდა გავიდეს, როგორც კი დავა 50%-ზე ნაკლები იქნება საქართველოს ქართველი მოსახლეობა, ქართულენოვანი ან ქართულ მოაზროვნე მოსახლეობა, შემდეგ დაიწყება ცვლილებები საქართველოში. ეს არის ამოცანა დექართველიზაცია ჩვენი საქართველოსი. ეს პირდაპირ იმედი და ამაში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები იყვნენ ჩვენი მთავრობები, ჩვენი არასამთავრობოები, ეგრეთ წოდებული, რა ვიცი მე, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ, არავის ბრალი არ არის, არც ამერიკის ბრალი, არც რუსეთის, არც სხვა ვიღაცის შების. ამას აკეთებდნენ ქართველები. დღესაც აკეთებენ ქართველები. და შესაბამისად, რა არის გამოსავალი? გამოსავალი
ზოგჯერ რომ დაждები, აი ბატონო დავით, მართლა აი თქვათ, აი შეიცვალა და თქვენ ხართ ადგილზე. საიდან დაიწყო, ისაც კი არ იცი. მაგრამ როდესაც დადგება საკითხი, რომ უნდა ცვლილება მოხდეს, მანდ უნდა შეიქმნას რამე თან საერთოდ სხვა ადამიანები უნდა გამოჩნდეს სცენაზე. იმაზე კი არ არის, რომ განათლებულები და სპეციალისტები არ არიან საქართველოში, ან ჩვენ არ გვაკლია პატრიოტები და მოაზროვნეა და ხალხისთვის მრავალი ადამიანები. ეს ადამიანები არიან, უბრალოდ მათ უნდა მიეცათ საშუალება, რომ განვითარდნენ და როგორი ფორმა შეიძლება ეს იყოს. აი ახლა გეტყვით, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ადგილობრივი თვითმმართველობით არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. აი მაგალითად ამერიკაში აქ ხო? აქ ტეხასის არჩევნები, აქ ტეხასი არის ის უფრო მნიშვნელოვანია, ან ქალაქის არჩევნები, ვიდრე პრეზიდენტის მაგალითად. პრეზიდენტი არავის არ აინტერესებს მაგალითად ტეხასში. რას გაის? იმიტომ რომ ის ეხება გლობალურ პოლიტიკას და რა ხდება, ასე ვთქვათ, გრენლანდიაში, მოდი ასე ვთქვათ. აქ ტეხასში გლეხი როც მუშაობს ფერმერი, იმისთვის მნიშვნელოვანია, აი აქ შტატში ვინ რამეს რას გააკეთებს, რა გადაწყვეტილებებს იღებს, ხო? იგივე უნდა მოხდეს საქართველოში. დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს. და აი მაგალითად სოფელში როზის ადამიანი თქვა ისკნება ხაშმი იქნება ხაშური თუ რა ვიცი არ ვიცი რომელიმე სხვა სოფელი არა ადგილი დაბადასახლება. იქ ადგილობრივ მოსახლეობა თვითონ უნდა ირჩევდეს თავის მერს, თავის გამგებელს, თავისი ბიუჯეტი უნდა გააჩნდეს მათ და თვითონ უნდა გადაიხადონ გადასახადებიც. თუ გზები არ არის კარგად გაკეთებული იმ სოფელში ვისი ბრალი არის? თქვენ აირჩიეთ თქვენი ისა. თქვენი ვირსაც ირჩევდით ძალიან კარგად იციან რისი მაგნისიც იყო, ხო? ბავშვობიდან იცნობენ ასე თუ ისე. შეუძლიათ აირჩიონ ნორმალური ადამიანი. აი ასე რომ დადგება საკითხი, აი მერე მოხდება უკვე ცვლილებები. ცვლილებები კი როგორც იტყვიან ძველი გამონათქვამია, ხო? რუსულია თუ არ ვიცი ვისია. თევზი თავიდან ყებაო, მაგრამ იჭრება ბოლოდან. გამიგეთ? მაგიტომ ბოლოდანაც მაგიტომ მოსახლეობა უნდა მიაქციოს ყურადღება ადგილობრივ არჩევნებში, ვის ირჩევ. ეხლა მე თუ არა ვარ მაგალითად რომელიმე ვთქვათ გარდაბანში მაცხოვრებელი, რა მინდა გამგებლად იქ, ხო? მაგრამ გარდაბნელებმა ხო იციან ვის ირჩევენ თვითონ. მიესცენ ხმა იმ ადამიანს, ვინც რამე და მაგრამ ასევე იმ ქალაქს, იმ სოფელს უნდა ქონდეს თავისი ბიუჯეტი. თვითონ უნდა გააკარგავდნენ თავიანთ ფულს. თუ რამე არასწორად არის, თვითონვე მოსთხოვენ საკუთარ მოსახლეს, რომელიც იჯდა იქა პასუხს, ხო? აი აქედან უნდა დაიწყე. პასუხი როგორ უნდა მოსთხოვო ღარიბაშვილს თბილისში, ჩვენ თუ საგარეჯოში კანალიზაცია არ აქვს გაკეთებული, ხო? კომენტარს აკეთებენ, წავიკითხავ და იმის მიხედვით. არავის არ წყობს დეცენტრალიზაცია. ყოველ შემთხვევაში ვისაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ახლა რა არის თვით დეცენტრალიზაციასთან მიმართებაში მე ერთი რაღაცა შემიძლია ვთქვა რა, ცხოვრობ რა ქვეყანაში და ძალიან კარგად ხედავ და ვეხები რა არის როგორ იმართება ეს ამხელა საზოგადოება და კეთილდღეობა. ეს არის მაქსიმუმ რეგიონალური პრეფექტურული სისტემა და ეს პრეფექტურები მართავს ხელისუფლებას საფრანგეთში. და შემდეგ რა თქმა უნდა მთავარი ხელისუფლება პარლამენტს იკავებს ორი ეშელონით პარიზში, მაგრამ იქამდე ყველა ეშელონი იქამდე მოქალაქეობის მინიჭებაც როცა ხდება უცხოელზე, ამას განიხილავს ადგილობრივი პრეფექტურა. ადგილობრივი პრეფექტურა რა თქმა უნდა დეკლარირებული კანონით, რომელიც არის ნაციონალური პოლიტიკის შესაბამისი, მაგრამ ამას ვერავინ ვერ იზამს ადგილობრივი პრეფექტურის გარეშე, იმიტომ რომ ის არის პასუხისმგებელი მის ტერიტორიაზე რა ხდება. ის არის პასუხისმგებელი ნებისმიერი მოვლენა რაც ხდება იმ საზოგადოებაში არის თუ არა ნაციონალურად გამართლებული და სწორედ დაწყებული ტრუბა რო გასკდება დაწყებული ნაგავი რო იხრება ქუჩაში დამთავრებული უფრო ხმა პოლიტიკური მოვლენებით. ახლა კი მესმის ჩემი გამომწერის სიტყვები, მაგრამ ჩვენ საქართველოს საერთოდ მე არ ამგონია რაიმე მოწყობის სახელმწიფო თუ გქონდეს ბატონო გოჩა. ეს არის ქაღალდზე არსებული რაღაცა სუბსიდირებული მე რო ვთქვი რომ დეცენტრალიზებული ეს უნდა მოხდეს, სისტემა უნდა შეიცვალოს. მე რო ვთქვი ესა, მაგიტომაც სისტემა რო შეიცვლება ისე რომ ცენტრალური ხელისუფლებაზე არ იქნება დამოკიდებული, თქვათ რომელიმე დაბა ქალაქის ცხოვრება
და თვითონ განკარგავს, როგორ მოუაროს თავის მიწაწყალს, ასე ვთქვათ, არა? აი მერე იქნება ყველაფერი დალაგებული. თუ რატო ცხოვრობ ცუდად, შენ აირჩიე, შენ გაქვს შენი ფული, შენი ბიუჯეტი. მაგრამ ეს კანონის დონეზე უნდა განისაზღვროს. კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს ალბათ, თუ შესაძლებელია, არ ვიცი. მაგიტომაც მან ბევრი სამუშაო არის ბატონო დავით შესაძლებელი გამოსავალი მხოლოდ იმაშია რომ მთელი მოსახლეობა იქნება ქვეყნის აღმშენებლობაში ჩართული. მან ვერანაირი სამწყუაშვილი ვერ უშველის მან ცენტრში რო დასვა თბილისში. არაფერი არ გამოუვა, იმიტომ რომ მან არ იცის რა პრობლემებია თუშეთში მაგალითად, ხო? ან ფშავ-ხევსურეთში, ან სვანეთში, ან აჭარაში, ან სხვა აფხაზეთში. მაგიტომაც დეცენტრალიზებული სისტემა გამართლებული არის. დეცენტრალიზებული იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა თავისთვის სულაც რასაც უნდა იმას გადაწყვეტს. არა, ჩვეულებრივი კანონის ფარგლებში გქონდეს საკუთარი ადგილი და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება. ეხლა როგორ გამოდის? ვიღაცას უნდა გესის აშენება, არც ეკითხებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მიდიან იმაში, გადაწყვეტავენ, ფულს გადაიხდიან ვიღაცას კორუფციულად 1-3-5% რაღაცას დაუთმობენ და წყვეტავენ იმ მოსახლეობის გარეშე, რომელიც იქ ცხოვრობს, ხო? მოდით რას გეტყვით, იცი ერთ შეკითხვას დაგისმევთ და სპონტანური პასუხი თუ რამდენად შეიძლება შესაძლებელი იყოს და ამის შემდეგ კიდე ორი თემა მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ჩემ მსმენელებს. აი, თქვენ აღნიშნეთ ახლა, თქვათ, ეროვნული წიაღისეული იქნება თუ რესურსი იქნება სახელმწიფო მაგისი კორუფციული მეთოდებით ათვისება და გასხვისება. აი, ხალხმა რო იცოდეს ანაკლიასთან მიმართებაში შექმნილია ისეთი აზრი, რომ დედა ამერიკას უნდა და რაღაცის გაკეთება და რუსეთმა აჯობა ჩვენ ქვეყანაში რა. როცა თქვენ საზღვაო ძალების ოფიცერი ხართ, სარდალი იყავით იქ და კარგად იცით, რომ იმდენი პორტები გვაქვს, იმდენი მიმართულები, არც ერთი არ არის აყვავებული და არც ერთი არ არის რაღაცა სერიოზულ დონეზე აშენებული, რომ რაღაცა ერისთვის ან ბიუჯეტისთვის სასარგებლო იყოს. აი, რო გაჩნდა ეს საკითხი, ანაკლიის სპორტის საკითხი. აი, ეს რაზე იყო მიბმული და რა დეტონაციები გამოიწვია? ამან უბრალოდ რო გითხრათ ეს თუ შეიძლება რა თემა. საერთოდ ანაკლიის სპორტი და საერთოდ სპორტების პროექტები ეს კომუნისტების დროს იყო შემუშავებული, ეს ახალი არ არის. მაგრამ მაგას მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველი პროექტი, რომელიც იყო საქართველოში ინიცირებული, ეს იყო პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ 1997 წელს, უფრო მანამდე ანაკლიის სპორტი. მეორე პროექტი იყო კოლხეთი, ვერმა არ იცის ალბათ. კოლხეთი ეს არის ფოთში უნდა აშენებულიყო სრულიად ახალი პორტი. ის ძველი პორტი კი არა, მის გასწვრივ უნდა აშენებულიყო ახალი პორტი. იგივე როგორც ანაკლია, ყულევის სპორტი, ასევე სუფსის სპორტი, მაგის პროექტიც არის. და ბევრი არის, მაგრამ ამას ვინ უნდა აკეთებდეს? პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ეს ერთ-ერთი ისე ვთქვათ, გამსაზღვრელი და ფულის შემომტანი უნდა იყოს, ხო, ბიუჯეტში ფულის შემომტანი. მაგი უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს 2012 წელს მე როდესაც ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მე გამოუგზავნე ოცნებას გაუკეთეს ზღვისპირეთით განვითარების ხედვა ფოთის რეგიონში. და იქ იყო ყველა ეს სპორტი მითითებული, რა სარგებლობა უნდა მოეტანა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა შეიძლება რა ტენდენციები იყო, იქ გასაზრული იყო ყველაფერი. და მაგრამ დაავალეს ეს კვირიკაშვილმა მერე სხვანაირად ისაქნა ვითანამშრომლოთო და მერე არ წავიდა არსად და თვითონ გააგრძელეს რაღაცა მარცხენა, ასე ვთქვათ, გადახვევებით, რომელიც არ მოეწონა მთავარ, ასე ვთქვათ, პიროვნებას და მოკლედ რო ვთქვათ, კორუფციული გარიგებები, გადახვევები და ბოლოს მეხთამეობა, ასეთ რო ვთქვათ, აი მაგ ყველაფერი არიუდარია. და მივიდა იქ. დაბრალდა ამერიკის და რუსეთის გლობალურ საკითხებს. ხო, სამი ბატი რო ჩაერევა იმაში და ბოდეშახ ბატებთან რა მაგ ბატები უფრო სხვა ის არის. როდესაც ადამიანები ჩაერთვებიან ბოლაში და ვერ აკეთებენ საქმეს და აბრალებენ სხვას. ის რაც უნდა გაეკეთებინა სახელმწიფო შეუძლია ინიცირება გაუკეთოს სპორტის მშენებლობას, ააშენოს სპორტი პირდაპირ შემთხვევით, მაგის ფულიც და ბიუჯეტიც იყო, მაგრამ ახლა როცა სახელმწიფო გააკეთებს ინიცირებას, რომ ჩვენ გვინდა სპორტი ავაშენოთ, შენ სახელმწიფოს ნებისმიერი თუნდაც სოფლიო ბანკი მოგცემს ფულს. ძალიან შეღავათიან ცესხს.
და მით უმეტეს რომ პორტს დიდი ფული მოაქვს. მაგაზე უარს არავინ არ იტყოდა. მაგრამ აქ დგებოდა მეორე საკითხი. პორტი ააშენო სახელმწიფოსი თუა მე როგორ ვიყიდო, როგორ დავითრიო. გამიგეთ? და მაგათ ეგაწუხებდა, მეტი კი არაფერი. და ჩინელებთან ადვილი მოსალაპარაკებელი იყო და მოელაპარაკეს. ამერიკელებთან ვერ დაალაგეს, ვერ გაიგეს, ვერაფერი ვერ მოიზიდეს საჭირო თანხა. ხაზარაძე აი ამ სქემებთან. მაგი ორგანიზატორი იყო, მაგრამ ვერ გაუკეთა ორგანიზება. მე ბრძანა რომ ის არისო. რუსებმა ხელი შეგვიშალესო, მაგრამ აქ არ არის, მნიშვნელობა არ აქვს პიროვნებებს, ბატონ დავით. აქ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. გამიგეთ? ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ვიღაც ჩინელმა კი არ უნდა გააკეთოს გასწორ, შენ უნდა გააკეთო და იმას შეიძლება მართვაში მისცე ოპერირებაში. არა, ამაში უბრალოდ რა არის, მე პერსონიფიცირებას კი არ უკეთებ საკითხს. მე ეს რადგან გამოიყენეს პოლიტიკურ პლატფორმად, რომ აგერ მე ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესებისთვის ვიბრძოდი და ამხელა რაღაცას ვაკეთებდი და უცებ რუსული გეგმით თემა ჩამეშალა და მოდით თუ არა მე პოლიტიკაში უნდა მოვიდე, იმიტომ რომ პროევროატლანტიკელი ვარ. აი ეს რამდენად სწორი ნარატივი იყო ამ მიმართებაში და ქონდა თუ არა რეალობას ამასთან კავშირი ამის კითხვა მინდა. მაგას შეიძლება ბევრი ის მოაბა, როგორც გინდა, შეიძლება ისაც ისე იქიდანაც დაუდგე და აქ ნებისმიერი კუთხითაც დაარქვა ეს ყველაფერი. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ბატონ დავით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ისევე როგორც რკინიგზის, ისევე როგორც ნავთობპროდუქტების გასადენი თუ ისა ნავთობის გადაზიდვების მილები, რომელიც შენდება და ასე შემდეგ აშენდა. ეს ყველაფერი, ასევე ავტობანები, ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს მას, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებია. ეხლა გეტყვით, პრობლემა რაში არის? რა შეცდომა სად დაუშვა ოცნების მთავრობამ, ისევე როგორც სააკაშვილმა მანამდე და მანამდე კიდე ეცა. შევარდნაძე. პრობლემა იმაშია, რომ შენ მომხრობი, შენ გამ გეოპოლიტიკურ ჯახში, შენ არ უნდა იყო მხარე. ეს არის მთავარი. და შენ რო შენ სტრატეგიულ ობიექტს აძლევ რომელიღაც მხარეს, ესე იგი შენი მხარეს იკავე. ვის საწინააღმდეგოდ, გამიგე? გავიგე. იმათ ჯობია შენ ააშენო და იმათ თვითონ მოილაპარაკონ ვის რაცი ექნება. გამიგე? აგი მე გავიგე, აგორულად გვახსენებენ სააკაშვილის დროს ლაზიკის თემას და ლაზიკა რო არ გაგეთა და ესეც ეს ნარატივი იყო, ქალაქები რომელიც იყო ის იყო აშენებული და მოვლილი და ეს ჭაობს საშრობდა ქალაქის ასაშენებლად. მე არ ვიცი რამდენად იყო ეს გამართლებული და არ იყო, ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს, შეიძლება სტრატეგიული დატვირთვა ქონდა ამას ზღვაზე რაღაცა დონის, მაგრამ როდესაც შენ ქალაქები გეშრობა და გეღუპება რომელიც არც ჭაობშია ჩაზირული და არც იმაშია გადმოზირული და რაღაცა აბსტრაგირებულ თემებს აწყობს. რაღაცა ეს არის უბრალოდ ფეტიშის და პოლიტიკური ანგაჟირების საკითხი და მეტის არაფრის. მე ჩემი აზრი არის ეს პირადი. ბატონო გოჩა, აუცილებლად უნდა შევეხოთ ესეთ მოვლენას ჩვენ ვიხილეთ. საერთოდ ბევრი კონცერტების მომხრე ხდები ჩვენ ადამიანები, მაგრამ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს იმაში რა ქვია შუა ქუჩებში ორთა ბრძოლები რომ მოდის ახლა ზუსტად წარმოვადგენ იმ სცენებს რა სცენებიც ნახა საზოგადოება და მინდა ვაგერ აღნიშნო რომ ეს არ არის მხოლოდ სანახაობა ძველი რომაელები რო იწყიან სანახაობის და შავი პურის მოვლენაში რა აქ არის უფრო სოციალური პრობლემები აქ არის აი ბიჭო პრემიერ-მინისტრი თუ ხარ და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ხარ და ქუჩაში ასე თავისუფლად გირტყამენ თავში ხო მე ჩვეულებრივ მოქალაქეს რა რისი განცდა უნდა კონდეს რომ სამართლებრივად მისი საქმე გაირკვევა რომ ვიღაცამ რო არასწორად მოექცეს. მე გახარიას ვერანაირ შემთხვევაში ვერ გავამართლებ ჩვენ ნახეთ ის რომ გახარიას და სამხარაძის შორის ერთი პარლამენტარია, ერთი დღეს რო შეეკითხო პოლიტიკოსია. მოხდა რაღაცა გაურკვევლობა და ერთმა მეორე ჯერ ყავაში ასხა სახეში და მე მოხდა ის რაც ვნახეთ დაასისხლიანეს აგერ გახარია და ეგდო ძირს და ამოჭრილი კადრები იყო ამას შორის იმას შორის და სიმართლე საზოგადოებამ დღემდე ვერ გაიგო. მე ამას იმიტომ კი არ გეკითხებით რომ შეფასება მოაყოლოთ თქვენ ამას რაღაცა პოლიტიკური არა უბრალოდ რისი თქვა მინდა იცით არის თუ არა ეს ის შემთხვევა როდესაც შენ
ხმალს იღებ და ხმლითვე მკვდები ბიბლიაში რო არა, რა თქვა. გახარიას დროს რა ძალადობა არ იყო, ხალხს არ ურწყამდნენ, თვალებს არ თხრიდნენ და დღეს რაც ვიხილეთ არის თუ არა ეს მისი პოლიტიკის ეგრეთ წოდებული დივიდენდები, რაც უკან მიიღო მაგან. ეს საერთოდ გახარიას თავის დროზე ჰქონდა საშუალება რომ შეეცვალა. ამ გახარია თვითონ არის სუსტი პოლიტიკოსი, ბოლომდავით. სუსტია, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, მას შეეძლო ეს ყველაფერი, უკეთეს გზით წაეყვანა. მე არ ვიცი ახლა იქ რა ხდებოდა, სუბიექტური ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ გახარია, იგივე ღარიბაშვილი, იგივე კობახიძე, ახლა ვინც, ოცნების მთელი ხელისუფლება, სულ ყველა ერთად აღებული, არის ძალიან სუსტი. სუსტი იმიტომ, რომ მათ არ ძალუძდათ და ვერ აღკვეთეს ის, რაც დღეს პრობლემები გვაქვს. და პრობლემები არის ეკონომიკური. და აი ეს ყველაფერია, ეს არეულობა, ეს ფსიქოლოგიური აშლილობა საზოგადოებაში, ეს დაპირისპირებები, ნიჰილიზმი, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რაც ტარდებოდა ბოლო 20 წლის მანძილზე. მაგიტომ მაგ გახარია იქნებოდა თუ პეტრე თუ პავლე, მაგრამ უკვე მნიშვნელობა არ აქვს. კი ყველა ადამიანი ნებისმიერი ადამიანი საქართველოში არის დაუცველი, ბატონო. ეს ფაქტი არის. დაუცველი კი არა, სოციალურადაც დაუცველიც, ფიზიკურადაც დაუცველი, პოლიტიკურადაც დაუცველი, ყველანაირად დაუცველია ადამიანი საქართველოში. და ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა ხალხი იტყვის, რომ გვეყოფათ და დროა შეიცვალოს. ეხლა ყველა გამოდის, გინდა ნაციონალები, გინდა აი ახლა ნაციონალებიდან თქვათ აპროტესტებენ, ხო? არ ვიცი ნაციონალებია თუ ვინც არიან, ხო, რაღაც საპროტესტო აქცია მიდის, ხო? ყველა საუბრობს ქართველი ხალხის სახელით. გამოვა სახელისუფლება და ხელისუფლებას კი აქვს ლეგიტიმური უფლება რომ ილაპარაკოს, მაგრამ როგორ აირჩიეს ეს ხელისუფლება? ისაც მოტყუებით და აფერისტობით და გარიგებით და ესა რა ქვია, გაყალბებული არჩევნები, გაყალბებულს იმიტომ ვეძახი, რომ დიასპორა არ იყო ჩართული არჩევნებში. 30,000 ადამიანის ჩართულობა არჩევნებში დიასპორიდან, როცა 1,5 მილიონზე მეტია გასული. 2,800,000-ია ბატონო გოჩა. ხო, 2 მილიონი ვარ. ავიღოთ თქვათ მილიონი ავიღოთ, ხო? მილიონი ადამიანი, რომელს ხმის უფლება აქვს და მას არ აძლევ ხმის უფლებას, ეს ყველაფერი მათ არ აქვს უფლება ჩვენი სახელით ისაუბრო. მოლდოვაშიც კი, ახლა გავიგე, მოლდოვაში 16 პარლამენტარი ჰყავს დიასპორის წარმომადგენელი, რომლებიც თვითონ მოლდოვაში არ არიან, მაგრამ მონაწილეობენ საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობაში. საქართველოში ეს ვერ ისახდეს, ვერ მოაგვარეს. ესე იგი, ხმის მიცემა მე არ შემიძლია დისტანციურად და დისტანციურად შემიძლია ავიღოს პასპორტი, მაგალითად. ან სხვა პირადობის მოწყობა, ხო? მაგიტომ ეს აბსურდული მომენტები არის გასასწორებელი და მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული. მაგიტომ ეს ხელისუფლება, ისე როგორც ოპოზიცია დღეს, მათ არ აქვს ლეგიტიმური უფლება არც ერთს და არც მეორეს რეალობაში ილაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით, ან საქართველოს მოსახლეობის სახელით. და ეს რეალობაში კიდე რა არის? ეს არის მოკლე ჯგუფის ინტერესები, მაქსიმუმ 30% მთელი მოსახლეობის, რომელიც მონაწილეობს მაგათ არჩევნებში. 15% იქით, 15% აქეთ. რეალობაში. და 70% ფაქტიურად მოსახლეობა არ მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი ეს არის რეალობა დღეს საქართველოში. სანამ 70% არ გაიღვიძებს და ეტყვის, რომ ამ 30%-ს რომ გეყოფათ, თქვენი ძარცვა, მანამდე ასე შეიძლება გაგრძელდეს. ბატონო გოჩა, აუცილებლად თქვენ ძალიან საინტერესო საკითხებს ეხებით, მაგრამ იცით რა აქ აი ესეთ ჭრილში აწუხებს რა ხალხს ეს კომენტარებსაც შევამს და აი ეს ორი შეუფერებელი საქციელი. გასაგებია რომ მე იმას კი არ ვთხოვთ რომ რაღაცა შეაფასოთ, მაგრამ როგორ ხდება ეს საზოგადოების თვალში, რომ ეს ორაგუნტანგები ერთმანეთს კლავენ და ხალხი ამას უყურებს. გეუბნებით მე თქვენ ასეთი კრიმინალური ქმედებისთვის ხალხი ციხეში ზის ხულიგნობის გულისთვის, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილზე იწვევენ ასეთ სისხლიან გარჩევებს და
სამართლებრივად კაზუსია კაცო ეს ყველაფერი, რომ სამართლებრივად მე გეტყვით ბატონო დავით, რომ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია საქართველოში. მე ხედულობაში ვარ, კანონი არის. კანონს შესრულება უნდა. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც რა ქვია იმას, უშიშროების დეპარტამენტი, ისევე როგორც სხვა ძალოვანი უწყებების, მათ უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობები, სულ ყველამ. ისევე როგორც ოცნების ხელის, როგორ ეხლა შენ ქუჩაში ვიღაც ჯგუფები, ნიღბიანი ჯგუფები სცემენ მოსახლეობას და შენ არ იცი? მაშ რას აკეთებ მაგ თანამდებობებს? არა, ნიღბიანი ჯგუფები კი არა, აგერ ერთმანეთში ჭხურობენ და ერთმანეთს ხო, ხო უსწორდებიან და ჩვეულებრივი სინდიკატები ქუჩაში და ეხლა ნიღაბი კიდე სხვა თემა არის. კი, ძალიან ძიმე საკითხია, გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მოქმედი პარლამენტის წევრი ერთმანეთს სისხლით უპირისპირდება ქუჩაში, ეს აღარ არის უკვე ნიღბის ქვეშ ანონიმური ჩვენ ფაქტიურად სამოქალაქო ომის ზღვარზე ვართ. და პრობლემა რაში არის ბატონო დავით, იცი? ამ სამოქალაქო ომს იწვევს არა რაღაც იდეები, არამედ აი ეს კურუმპირებული გარიგებების შენარჩუნების მიზნით კრიმინალური გარჩევების მატარებელი, აზროვნების ადამიანებს შორის ხდება ეს ყველაფერი. და ამაში ჩვენ მოსახლეობასაც ვრევენ. იმიგრანტებსაც და ასე შემდეგ. დუმილით ხო, გეთანხმებით. ესენი ყველანი არიან კრიმინალური დაჯგუფებები, ესენი არ ბატონო, არიან ესე. მაგიტომაც მაგათთან როგორ შეიძლება მაგათ მისცე უფლება? აა, მე არ ვიცი ახლა როგორ შეიძლება, ან აქამდე როგორ უნდა მისულიყო. აი ეს არის საკითხავი, აქამდე როგორ უნდა მისულიყო, მაგრამ როდესაც შენ ერთი ბანდა, რომელიც იყო სააკაშვილის დროს, აპატიე და ეხლა გამოდიხარ და იძახი რომ ამას ვიზავ, იმას ვიზავ და ეს ბანდა ჩაენაცვლა და განვითარდა მეორეთი და ერთმანეთს ებრძვიან, არა იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე უკეთესობისკენ შეცვალონ, არამედ იმიტომ, რომ აკონტროლონ კაზინოების შემოსავლები. 60 მილიარდი ლარი ტრიალებს. თუ არავინ არ იცის, 60 მილიარდი ლარი ბრუნვა კაზინოში რამხელა ფულია. ქვეყნის ბიუჯეტი რამდენია? 39 მილიარდი, ხო? და კაზინოებში არის მარტო 60 მილიარდი. იქიდან შემოსავალი. ნარკოტრანზიტი, იქიდან შემოსავალი. იარაღის ტრანზიტი რუსეთისკენ ან რაღაცა კომპონენტების, იქიდან შემოსავალი. საბანკო მაქინაციები, იქიდან შემოსავალი. ბანკებმა მილიარდიანი მოგება ნახეს. გაღატაკებულ ქვეყანაში ტრაფიკინგი უკვე მანდ არაფერ საერთოდ აღარ აჩანს ბატონო დავით. იმ ხელა შემოსავლებზეა საუბარი. და ამ დროს ეს შემოსავლები რომ შეინარჩუნონ, ამის გულისთვის მიდიან ყველაფერზე. ქვეყანას აპირისპირებენ ყველასთან. იზოლაციონისტური პოლიტიკა მიდის, იმიტომ რომ ეს მე მინდა და ამის დაკარგვა არ უნდა. აი მაგიტომ არიან ეგენი ციხლის ქვეშ გასაგდები ბატონო დავით. აი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობი როგორ შეიძლება შენაპატიო იმ ადამიანს, რომელიც შენ გძარცვავს და თანა იმას გეუბნება, რომ შენ აგერ ვიღაც მოღალატეები, უცხო ქვეყნის აგენტები, ისინი იმათი ბრალია, რომ შენ ასე ხარ და მე კიდე ვიბრძვი მშვიდობისთვის, გამიგე? მშვიდობას ვინარჩუნებ, ხალხს ატყუებენ. მაგ იდიოტებმა ისაც არ იციან, რომ მშვიდობა ეს მშვიდობა როა საქართველოში, ეს მაგ იდიოტების დამსახურება კი არ არის. არამედ იმ ადამიანების, რომლებიც არ უნდა საქართველოს რო გარიონ, თორე ისრაელი როგორი სახელმწიფოა, ხო იცით? ვინმე შეეკითხა, თქვენ ომი გინდა რომ? გაუშვეს ხალხი და დახოცეს და დაიწყო ომი, всё, მორჩა. იმანაც რეაგირება გააკეთა და ჩვენთან რომ მოხდეს იგივე, პასუხის გამცემიც აღარავინ დარჩა. ბატონო გოჩა, აგერ გისმამთ სავარაუდოდ ეს ბოლო შეკითხვა იქნება, თუმცა ჩვენი გამომწერები აქტიურობენ და ვთხოვ ყველას რა, ვინც უყურებს ამ ვიდეო ბლოგს, გამოიწეროს ჩემი სოციალური არხი, ან ვინც მოგვიანებით შეხედავს, ეს თხოვნა ნამდვილად ვექნება, იმიტომ რომ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო პროპაგანდა ყველა ჩვენ გვებრძვის მართალ სიტყვას და ჩვენ არა გვაქვს სხვა საშუალებები ჩვენი სიმართლე გავავრცელოთ, ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, გამოიწერეთ ეს არხი, რომ მიიღოთ სხვადასხვა ინფორმაციები, განხილვები და პოლიტიკური შეფასებები სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზე, როგორც შიდა პოლიტიკურ ისე საგარეო მოვლენებთან მიმართებაში. ეხლა ასე რომ გელოდებით შემოგვიერთით. ეხლა გისვამთ
ძალიან პრინციპულ შეკითხვას რა. ჩემი გამომწერების თხოვნით არის ესეთი შეკითხვა თქვენთან, რომ როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში მოსულია უკვე და განცხადებები გააკეთა ომის დამთავრებასთან მიმართებაში უკრაინასთან, მოგეხსენებათ, ან ინიციატივაც გამოხატა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის უკვე და იქედანაც როგორც ვიცი პასუხი არის მიღებული ჯერ ეგრეთ წოდებული ფლირტი მიდის გეოპოლიტიკურ რუკაზე და შეიცვლება აუცილებლად საზღვრები მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეებში. ეს არის ისეთი ანალოგი, რომ ბევრი სახელმწიფო თავის საზღვრებში ვერ დარჩება, ხა პირდაპირ ვამბობ უკრაინაზე რა. რა მოხდება, რა იქნება, არავინ არ იცის, მათ შორის ისეთი რადიკალური განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა, ევროპა სარგებლობს ამერიკითო, ასე რომ თუ ვინმეს რამე უნდა დააფინანსოს ომი პირდაპირ მისი ჯიბიდან. და სხვადასხვა განცხადებები ეკუთვნის ამ ადამიანს, მაგრამ ფაქტი ერთია, ეს განცხადებები ატარებს მის ხასიათს. და ამავდროულად გადაცემის თავშივეც გკითხეთ რა, ჩვენ საქართველოში ყავს ხელისუფლება, რომელიც ვიღაცის უკანალით ინტერესდება და სვამს კითხვებს პრემიერ-მინისტრმა და სხვა რამდენი სქესიაო ჟურნალისტს ეკითხება გენდერზე. იგი გვეცინება, მაგრამ სამწუხაროდ მართლა ეს უსქესო ადამიანი. რამდენად არის შანსი იმისი ამ დევალვაციაში, გეოპოლიტიკურ დევალვაციაში საქართველოს ბედი გადაწყდეს ქართველების გარეშე ერთი და თქვენი ანალიზი ზოგადად აი გლობალური ომის მყიფე ნიადაგში რა შეიძლება ჩვენ დაგვემართოს. ესაგეთყვით ჩვენი საქართველოს ბედი უკვე საქართველოს გარეშე წყდება, ეს უკვე ფაქტია და ეს არის დამსახურება ვისი? ივანიშვილის. პირადად მისი და მისი პარტიის და მისი, ასე ვთქვათ, მთავრობის. აქ არავის სხვა ბრალი არ. ამას ხელი შეუწყო კიდე ნაციონალურმა მოძრაობამ, იმიტომ რომ გენი ყველაზე დიდი პარტია იყო წარმოდგენილი პარლამენტში, რომელიც არაფერს არ აკეთებდა და ასევე სხვა პარტიები, რომელიც მონაწილეობდნენ. მთელი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს ბედი წყდება საქართველების გარეშე. და რატო? ამერიკაში პირველ რიგში რაღაც წარმატებას სანამ მიაღწია, ისინი ამერიკაში რით განსხვავდება სხვაგან? ამერიკაში ადამიანს უყურებენ როგორც პიროვნებას. და პიროვნებას თუ არაფერი არ უნდა, თუ არანაირი მისწრაფება არ აქვს, თუ წარმოდგენა არ აქვს, საერთოდ სად უნდა განვითარდეს, როგორ განვითარდეს. იმ პიროვნებასთან საქმე როგორ უნდა დაიჭირო, ხო? იმასთან შეიძლება გქონდეს მხოლოდ ერთი ის გამიკეთე ეს, მომიტანე ეს, მორჩა. ის მეტი არაფერი, გადაიხადო ფული და წახვიდე, როგორც მომსახურე პერსონალი. საქართველოს მთავრობა ჩააგდო განსაკუთრებით 2003 წლის მერე მომსახურე პერსონალის როლში. ელი საქართველოს. ჩვენ მივეცით საშუალება, რომ უცხო ქვეყნებმა, ნიშნულობა არ აქვს ამერიკა იქნება გერმანია, ევროპელმა ქვეყნებმა უმეტესად შემთხვევაში, რომ გამოეყენებინა ჩვენი ქვეყანა თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს იქნებოდა გეოპოლიტიკური თამაშებში ჩართულობა, ეს იქნება სამხედრო პოლიტიკური აღონიზიებები, როგორც იყო ერაყი, კოსოვო, ისა რა ქვია, ავღანეთი და ბოლოს მალიც იყო თურმე, ხო, მალიშიც იყვნენ წასულები საფრანგეთის. და კიდევ სხვა რამეში და ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა ვიღაცას რა კაი ბიჭები ხართ. და როგორი მაგარი ჯარისკაცები ყავთ და მხოლოდ ამის სანაცვლოდ საბოლოოდ ახლა ისმის კითხვა, კაი მივიღეთ მონაწილეობა. მას რა პოლიტიკურ მიზნებს მივახციეთ ამით? რა პოლიტიკური მიზნები? არაფერი პოლიტიკური მიზნები არ მივახციეთ, რა თქმა უნდა. მაგიტომაც ჩვენი მდგომარეობა და ჩვენ რო ვართ ასეთ ვითარებაში და ჩვენ გარეშე რო წყდება უკვე ყველაფერი, საქართველოში როგორი უნდა იყოს მომავალი, ეს ისევ ჩვენი ბრალი არის და ჩვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სპექტრის ბრალი არის. რო აიღოთ რეალობაში საქართველოს მთავრობამ რამდენი ვიზიტი გააკეთა ვაშინგტონში. თითო როლას აიღებთ მარტო ისაც გაეროში თუ ჩამოდიოდნენ ძირითადად. რეალურად მათ არ უმუშავიათ ამერიკის ხელისუფლებასთან ბოლო 10 წლის მანძილზე. გარდა სამხედროში, რომელიც ინერციით მოდიოდა, ვინაიდან ჩვენი ჯარი იყო ავღანეთში. და ასევე როგორც ლევანდელი ხელისუფლება რო აიღოთ.
ჩვენ ფაქტიურად თავი თვითონ მოვიყვეთ. და ეხლა უყურეთ ერთ მაგალითს გეტყვით. ხუებრძვიან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომ გამჭვირვალე არ არისო. ხო ეგრეა? ნუ რა ვიცი, რაც 100 მილიონი აქვს დაფინანსებაო, თუ 50 აღარ მახსოვს. მაგრამ მოდი ავიღოთ ახლა ძირითადი ბენეფიციარი ამ არა რა ქვია დაფინანსებისა, რომელიც მოდის სხვადასხვა ფონდებიდან. თქვენი აზრით რომ ვინ არის? სახელმწიფო. გერმანიის ფონდი, საფრანგეთის ფონდი, იაპონიის იმპერატორის ფონდი, ისევე როგორც ამერიკის უმეტესობა, ძირითადი ბენეფიციარი, რომელიც იღებს და რომელიც ასე ვთქვათ, არის მიმღები არის ამ დახმარების, არის სახელმწიფო, მთავრობა. გამიგეთ, ბაზონ დავით. და ამას როგორ ეს იგი ეს უნდა მოიჭრა, ესე იგი ეს არის ცუდი. მერე აზიის ბანკი რო აფინანსებს გზის მშენებლობას, ეს ხო სესხი არის საქართველოს მთავრობაზე. ისევე როგორც სხვა მიმართულებით, რომელსაც აფინანსებს საქართველოს. ისე ეს ხო სესხი არის საქართველოს. ამ ფონზე როგორ გამჭვირვალედ არის მიღებული ეს სესხი? ვინმე დაუსვია ეკითხვა? ვინ მონაწილეობდა ამ სესხის აღებაში? ატკატები ვის უბრუნდებოდა? მე ახლა ხო ჩახედული ცოტა ასე თქვათ ასე ზედაპირულად, მაგრამ ჩავიხედე მაგ სისტემაში. ატკატების გარეშე არავინ არ მოგცემს სესხს. არსიის განვითარების ბანკიდან მით უმეტეს. სოფლიო ბანკზე აღარ მაქვს საუბარი. აქ არის უზარმაზარი პოლიტიკური კორუფცია. მაგიტომაც ჩვენი ბედი რო ასეთ მდგომარეობაშია, ისევ ჩვენი მთავრობის და პოლიტიკური სპექტრის დანაშაული არის. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის მიდგომას, თუნდაც იგივე რუსეთის მიმართულებით, თუნდაც ნებისმიერი მიმართულებით, პრეზიდენტ ტრამპი უდგება როგორც ბიზნესმენი პირველ რიგში. ნუ ეხლა იქნება როგორც პრეზიდენტი, მაგრამ მაინც ბიზნესმენის, ასე ვთქვათ, ტაქტიკას გამოიყენებს. ის მაქსიმალურ დარგებელს და მომგებიან პოზიციაში დააყენებს ამერიკას. ეს ორჯერ 2-4-ია. მეორე არის საკითხი, ჩვენ სად ვიქნებით? ამ ხელა მსხვერპლი რატო გავიღეთ ერაყსა და ავღანეთში? ეს ბიჭები რისთვის ასობით ადამიანი რისთვის დასახეჭრდა და დაიღუპა. რომ ამ ბოდიში და პოლიტიკურმა ნაბიჯვრებმა ასე აერიათ, მიიღოთ რაღაცა კორუფციული ესენი დაეტოვებინათ ელემენტ ეს აქვია მექტამეები რო არიან, ასე ვთქვათ რა, და ბიზნესებზე კონტროლი რო შეენარჩუნებინათ, გაწირებს მთელი ქვეყნის მომავალი. და ბოლოს დაჩება ისე, რომ ჩვენ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვექნება, ეს არის რუსეთი, რომ რუსეთ თუ შეძლებს დახმარებას საქართველოს, იმიტომ რომ ევროპა აღარ დაგეხმარება, შეერთებული შტატები არ დაგეხმარება, აღარავინ არ დაგეხმარება და ჩინეთი კიდე დაგეხმარება მაშინ, როცა თვითონ გაკონტროლებს 100%. ეს არის მათი მეთოდი, ეკონომიკური მართვის მეთოდი. ექსპანსიის. ხო, და შესაბამისად რისთვის ახარი? ანუ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა, ქართველები და ეს ვიქნებით მომთაბარე ტომი საკუთარ იმაზე, როგორც ინდიელები იყვნენ ადრე ამერიკის ტერიტორიაზე მომთაბარე ტომი, ასე ვთქვათ. და დაკარგეს ყველაფერი, ხო? აი იგივე მოგვივა ჩვენ. ბატონო, ეს ერთადერთი ვარიანტი, რომ ჩვენ გარეში არ გადაწყდეს ჩვენი ბედი, ეს არის ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს და არა ამ იდიოტებით, რომლებიც ახლა რა ქვია, ვითომ ოპოზიცია რო ქვია, არამედ სრულიად ახალი ადამიანებით, ახალი სახეებით, ახალი გაერთიანებებით. მე არ ვიცი როგორი და რა, მაგრამ ეს მხოლოდ ასე შეიძლება გაკეთდეს. უნდა ერის წიაღიდან უნდა წამოვიდეს ადამიანები. ერის წიაღიდან. ზუსტად. ვამბობ მეც. აი ამას ვამბობ. სხვათა შორის თქვენ მსჯელობთ, ბევრი მსჯელობა გვაქვს, სადაც ჩვენ ერთმანეთს ხშირად არ ვითანხმებით. არც არის აუცილებელი ჩვენ ერთნაირი აზროვნება გქონდეს ერთნაირ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ ეს არის ის საკითხი, სადაც ჩემი და თქვენი აზრი ყველაფერს 100%-ით ემთხვევა. და სულ ამბობ, იცით, სანამ ჩემი გამომწერის შეკითხვას დაგისვამდეთ, კიდე უნდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ ბიჭო, ქართველებს ესეთი წესი გვაქვს, კაცო რა, სოფელში, თუნდაც სოფელში რა, როა იყო მიცვალებული რო ხავთ სახში, მთელი სოფელი იკრიბება, რომ ოჯახმა სიმდისი და ნამუსი არ შეირცხვინოს. მოძებნიან პირს, ვისაც აკიდებენ პასუხისმგებლობას, ეს არის თავი კაცი და თავი ქალი რა, აი ამათ ენაზე რო ის მიწაში იჭრება, ის სუფრაც მზადდება, ის მიცვალებულიც იკრძალება და ოჯახი თავის ადგილზე დგას და მიცვალებულიც თავისას ხებულობს და
ბიჭო, სადაც ერთი კაცი კვდება, იქ იძებნება თავი კაცი და სამშობლო გვეღუპება. სამშობლო გვეღუპება. მოდი ჩემი გამომწერის შეკითხვას დაგისვამ, გული დაწყდა რო არ უპასუხეთ. რაზე? თუ თუ სანქციები საქართველოს შეეხო, არის თუ არა იმის შანსი, რომ საგარეო ვალი მოითხოვონ დაჩქარებით? არა, იმას თავისი წესები აქვს ბატონო დავით. პირიქით, ვალი საერთოდ საბანკო სისტემაა, როგორ მუშაობს. რაც გრძელვადიანია, მით უკეთესია მათთვის. მაგიტომაც გადახდას მოითხოვენ პროცენტების, მაგრამ დაბრუნების საჩქარო ჩქარად არა, იმიტომ რომ რომც მოვინდომოთ, რით უნდა დავაბრუნოთ. გამორიცხულია. თან კიდე ერთს უპასუხებ, როგორ საქართველოს ვალი ეს არა ბიძინა ივანიშვილის ვალი, ამიტომ ნაკლებად დაინტერესებს ხელისუფალს ერთს რამდენი ვალი შეტენეს, ან რამდენი შეტენიან კიდე. კი, თითო მილიარდი თითო წელს. 12 მილიარდი წელს რა. და უკრაინასთან მიმართებაში მინდა რომ ესეთი რაღაცა წუხარებით მინდა აღნიშნო ფაქტი, რა თქმა უნდა, ომია და როგორ არის ახლა იქ მკვლელობა ომის დამახასიათებელი უარამი არის რა, მოგიხსენებათ მაგრამ საოცრად მიუღებელი ფაქტი მოხდა, რა ვიცი რაც ამ ბოლო დროის ქართველებს ეთყობა კარგად ახასიათებს რა მარტო ეს შემთხვევა რა. ამერიკიდან ჩასული ბიჭი უკრაინაში მოკლა ქართველმა ფულის გულისთვის. აი ესეთი ფაქტი მოხდა და აქედან მინდა ძალიან ბევრი მეგობარი ვიტყოდი და თანამოაზრე იმყოფება ჩემი უკრაინაში და მიაჩნია ასე რომ იქ სწორად იქცეო იბრძვის და ახლა ქართველ კაცს ბატონო გოჩა ჩვენი ისტორია ესეთია ხან ავღანეთში ომობდა ქართველი ხან ირანში ომობდა ქართველი ხან ინდოეთამდე იყო აგერ მისული ჩვენ გვაქვს ესეთი ისტორია და შენ ისტორიასაც ვერ მიაყენებ შეურაცხყოფას რამე მოგწონს თუ არ მოგწონს და ამ ბიჭებს რო გაუბრაზდე იმის გულისთვის რომ დღეს უკრაინაში ომობენ ეს არის შენი ისტორიის უარყოფა კაცო შენ შეიძლება არ მოგეწონოს ის ტიპები რომლებიც მართლმსაჯულებას გაექცნენ ცოტა საკითხავია გაექცნენ თუ გაუშვეს ყოფილი ნაცები ზონდერები და ომის დროს მოგეხსენება თქვენ შექსპირის ჰამლეტში კარგადაა რა თქვა რა ქვეყნად აგროვებსო ისეთ უპატრონოებსო რომლებიც ომში წასასვლელთო ლუკმა პურის გულისთვისაც კი გამოყვებიანო რა და ომი მოიცავს ქაოსს და ქაოსში ასეთი ნაძირალები არიან მაგრამ ეხლა მე მინდა აქედან მიმართვა იმ overlooks მიხეილ სააკაშვილის რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ უამრავი პატიოსანი ბიჭი ციხეში ჩასვეს და დღეს უკრაინაში არიან ყოფილი პროკურორის პირველი მოადგილე მეორე თქვენ ვის უნდა უკითხოთ მორალი აგერ თვალწინ ქართველმა მოკლა ქართველი პოსტალიონები იღავით ფულის და პასუხი არ გაგიციათ იმისთვის არც სამართლებრივად, არც კანონიერად, არც კაცურად და მე იმ უკრაინიდან დადგებით და ცალიხელი თვითონ მომობთ და ცალიხელი ლაივებს წერთ და მორალს გვიკითხავთ აქეთ რა. მე შერყეული ვარ რა, ქართველმა ქართველს და მე რა უქნია გოჩა იცი? ხომ მოკლა და მე ფრონტის ხაზზე მიათრია რომ იქნება რუსებს დაბრალდესო ჩემი მოგლული ქართველი. ახლა გულახდილად მითხარი ხანდახან აი მტრის ნასროლი ტყვით არ ჯობია რომ მოკვდე ვიდრე ასეთი სიკვდილით ამის დედავოდი. გარეწრები ბატონო დავით ყველა ერში და ყველა ყოველ დროს არსებობდნენ. და მშვიდობიანია თუ ომის პერიოდი მაგას მნიშვნელობა არ აქვს. კრიმინალურად მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის არიან. და სამწუხაროდ ეს მოხდა, ეს ფაქტი, ეს აშინელება არის და უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი, ვინც ეგ გააკეთა. უნდა გასაჯაროვდეს ვინ არის, რატო გააკეთა ისთვის და სამუდამოდ უნდა ისაკნას მისი ასე ვთქვათ, სახელი უნდა ჩაიწეროს როგორც სამარცხვინო ადამიანი. საერთოდ პრობლემა რაში არის? აი მაგიტომ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ადრე ზნეობა, მორალი. ეს ოჯახში იზრდება ადამიანი, რა თქმა უნდა. ოჯახი თუ დანგრეულია, ზნეობა, მორალი ადამიანმა ახალგაზრდა ბავშვმა საიდან დაითვისოს პირველ რიგში, ხო? და როცა დანგრეულია ქვეყანა, სადაც აი წარმოიდგინეთ, შიმშილობენ ბავშვები, შიმშილობენ ადამიანები. მე ბევრი ვიცი, რომ საშინელ დღეში არიან და უჭირთ ამის თქმა და ლაპარაკი და აი უნდა ღიად თქვათ, რომ ჩვენი ერი შიმშილობს, უმეტესობა. ეხლა ემიგრანტი რო არ იყოს აქ, მეხოძლობაში მოგსაზღვარგარეთ და არ აგზავნიდეს ფულს, მნიშვნელობა არ აქვს რუსეთშია თუ ამერიკაში თუ ევროპაში, ან ავსტრალიაში.
ჩვენ ვერ გადავრჩებოდით, ოჯახები შიმშილი დაიხოცებოდნენ. და ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, ბატონო დავით, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია შევცვალოთ, ან ქვეყანას არ შეუძლია გამოვიდეს ეკონომიკური სიდოქჭიდან. ჩვენ გვინდა ჩვენთან ბანდიტებს, იდიოტებს, დეგენერატებს აბარია ქვეყნის სადავეები და მერე იმათ ვთხოვთ, რატო არ არის ეს ყველაფერი კარგაც ქვეყანაში. სანამ ეს ბანდიტები და იდიოტები არ მოშორდებიან და დედიკოს ბიჭები და ასე ვთქვათ, ვიღაცის ხელდასმული ბიჭები, ასე ვთქვათ, კაცის კაცები, ასე რომ დავარქოთ რა. სანამ ეგენი არ მოშორდებიან ქვეყნის მართვას და ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. ჩვენ გარეშე გადაწყდება ყველაფერი. ბატონო და გოჩა, ბატონო ია, გოჩა, დიდ ბოდიში ხდით, თქვენი დრო ბევრი წავიღე, მაგრამ ნუ სვამენ ამ ია, კითხვას რა. აი ნახეთ, ესეთი კომენტარი გააკეთა მიშო ქვია, არ ვიცი მისი ნამდვილი სახელი არ ამგონია, მაგრამ აკეთებს. ერთი კვირა რაც ჩამოვედი უკრაინიდან, შვებულებაში ვარ. ანუ ეტყობა მეომარია იქ. ვარ ეხლა და იცით რა გამიწყდა ყველაზე მეტად, რომ საქართველოსიო ძალიან ბევრი უკრაინელია. აი ხედავთ, ქართველებზე აი შეხედეთ ნახევარი უკრაინა საქართველოში არის რა. ეს ერთი. კი, და ამას კი აღნიშნავ ცალკე და მეორე შეკითხვა არის პირადად თქვენთან. ესეთი კითხვა მაქვს ბატონ გოჩასთან. ოცნებას დიდი მოლოდინი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ითანამშრომლებს ოცნებასთან. რამდენად მოსალოდნელია ოცნების მოლოდინებიო რა. ეცეთ რა არის, აქ ოცნებაზე არ არის დამოკიდებული. ახლა, როდესაც ამერიკის პოლიტიკა ცოტა სხვანაირად მუშაობს, საქართველო მხოლოდ არის გამტარი ქვეყანა მანდ. და რაღაცა რო დაალაგდეს, ნების ვინც არ უნდა იყოს მანდ იმუშავებს ამერიკის მთავრობა თუ ინტერესები დაცული არის. და მნიშვნელობა არ აქვს, მანდ ოცნება იქნება შიმპანზეს დასვავენ მანდ და თუ ვინ იქნება, რა ქვია, მას აბსოლუტურად განსხვავება არ არის. აქ მეორე საკითხია, რამდენად სტაბილური იქნება მაგ შემთხვევაში ეგ ადგილი, რომ ეს ინტერესები იყოს დაცული. და თუ სტაბილურობას ვერ ინარჩუნებს ოცნება, მაგ შემთხვევაში დადგება საკითხი, რომ იქნებ რამენაირად მოხდეს ხელახალი არჩევნები, რეკომენდაციას გაუწევენ, მაგრამ ეხლა ძალით არავინ არ დააძალებს მანდ არავის ამერიკიდან. ეგ ტყუილია ხოლმე, რომ თითქოს აი ამერიკა ამას იზავს, იმას იზავს, არაფერს არ იზავს, დამიჯერეთ მე თქვენ, არა საინტერესებს მაგის გაკეთება, იმიტომ რომ გლობალური პრობლემები გაცილებით მაღალი არის. და ამ ოცნების ხელისუფლებასთან იმუშავებენ იქამდე, სანამ ოცნების ხელისუფლება რო იწვიან გოშკალა ძაღლებივით იქნებიან ენაგადმოკდებულები მუხლებზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ასე ვთქვათ, ვაშინგტონის წინაშე. კი ბატონო, რატომაც არა. ეგრე იყო ზუსტად სააკაშვილი. მაგრამ პატივისცემა არ იქნება, ბატონო დავით, ჩვენს მიმართ. რახან ჩვენ ვუშვებთ ეგეთ მთავრობას, ესე იგი ჩვენს მაგის ღირსები ვართ. გამიგე რომ მოგვექცნენ ასე. ბატონო გოჩა, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ეთერში ვართ, თუმცა ვერ დავმალავ სიმართლეს ძალიან დიდი ცხოველი ინტერესი იყო ამ ვიდეო ეთერის მიმართ. კითხვები ძალიან ბევრია, ეხლა ყველაფერს ვერ დაგისვამთ აქ. იმიტომ რომ მე გათვლა მაქვს იმაზე, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა უყუროს ჩვენი ვიდეო გამოსვლა. ერთი ბოლო კითხვა მექნება თქვენთან, თქვენ ძალიან საშიშ სიმართლეს ამბობთ დღევანდელი პოლიტიკური ტრიბუნებისთვის. მიუღებელი უნდა იყოთ წესით და ხართ კიდევაც დარწმუნებული ვარ იმ ხალხისთვის, ვინც ძალიან ფერად ფერებში ხატავს ამერიკას და მის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში და ვინც ამბობს, რომ აი ამერიკა ქვეყანა, სადაც რომლის თავზე მოჩოქებით შეიძლება რომ ამ ქვეყანამ მის ეროვნული ინტერესები ჩვენი ინტერესებზე მაღლა დააყენოს. მე საერთოდ ყველა ძლიერ სახელმწიფოს პატივს ვცემ, მაგრამ ფანატიზმის მომხრე არც ერთ მიმართულებით არა ვარ და თუ ჩვენ ისეთი მონური მოდრეკით მივალთ ამერიკასთან, გერმანიასთან, თუნდაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, როგორც ამას ჩვენ ვიჩენდით ასეთ ფანატიზმს რუსეთთან მიმართებაში, ხო? მე ვერ უყურებ განსხვავებას რა იქნება ჩვენი ერისთვის უკეთესი. ამიტომ მე ვინარჩუნებ თქვენთან ზუსტად ამ ეთერს, იმიტომ რომ ბევრს თან თქვენ სიმბოლო ხართ. ამას არ ლაპარაკობთ თქვენ ადამიანი, რომელიც აგერ დიდუბის მეტროდან წერს ამ ვიდეო ლაივს რა. თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ხართ, თქვენ ხართ გამოცდილი. მე ხოტბას არ გასხამთ. უბრალოდ მე ვლაპარაკობ დაწმენდილ რეალობას. თქვენი სიტყვების უკან არ დგას
სხვადასხვა ინტერესები, დგას სამშობლო და სიმართლე, ხო? თუ არსებობს რამე სხვა ინტერესები, აგერა ვაძლევ ნებისმიერს იმის საშუალებას, ჩვენ ორი კაცი ვლაპარაკობთ, შემოვიდეს ამ ეთერში და არგუმენტირებულად, ხელისუფლებას ვეუბნები, გინდა ოპოზიციას ვეუბნები. შემოვიდეს და ვისაც არ მოსწონს აქედან ნათქვამი სიმართლე და არ მიაჩნია ეს სახალხო სიმართლე, გააკეთოს ოპონირება. აი ჩვენ ხო ფესვის ვეთმება, დიდი მადლობა დონ დავით, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიმართლე უნდა. პრობლემა იწყება ყოველთვის მაშინ, როცა სიმართლე არ ითქმის. აი მაგალითად სიმართლეა, აი ხლა გეტყვით, სიმართლეა რომ საქართველოს და თურქეთის სავაჭრო ურთიერთობა, ასე თქვა, ჩვენი სავაჭრო დეფიციტი თურქეთთან, ასე თქვა, დისბალანსია დიდი. 98% იქით მხარეზეა, 2% აქეთ. შეიძლება ნაკლებიც. რა უნდა რას აკეთებს ჩვენი მთავრობა, რომ გაათანაბროს ეს დისბალანსი? იგივე როგორც აზერბაიჯანთან მიმართებაში, ისე როგორც სომხეთთან, რუსეთთან, ჩვენ მეზობლებთან, ასე თქვა, დავიწყოთ, ხო? ელემენტარულია ეს სავაჭრო. მე მაგალითად მოვითხოვდი მთავრობისგან, რომ დაეცვათ პარიტეტი, ბალანსი სავაჭრო ურთიერთობაში. ჩვენ მათთვის, აი მაგალითად, მნიშვნელობა არ აქვს ვისთვისაც უნდა ვიყოთ ეს ამერიკას ნაკლებად დაინტერესებს საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვესაზღვრებით მას და ერთადერთი ინტერესი შეიძლება გქონდეს, რომ ენერგომატარებლები გადიოდნენ, გადიოდეს შეუფერხებლები, მეტი არაფერი. სხვა ინტერესი ეკონომიკური საქართველოში არ არის. და მაგიტომაც ერთადერთი ეკონომიკური ინტერესები, ვისაც აქვს საქართველოში, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნები. ჩვენმა მთავრობებმა რა გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური ინტერესები იყოს დაცული. ჩვენი ეკონომიკური დეფიციტი ესა, სავაჭრო დეფიციტი, რომელიც არსებობს, ასე ვთქვა, ბრუნვაში, იმპორტ-ექსპორტთან მიმართებაში, რომ ეს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვა, სასარგებლო დაცი. ხო? თურქეთი ყიდის, ვთქვათ, აი საქართველოში ახლა თურქეთს არ აღიღება კონკრეტულად. ვთქვათ, 3 თუ 4 მილიარდი დოლარის საქონელს საქართველოში. ჩვენ ვყიდით მხოლოდ 100 მილიონი ლარის პროდუქციას თურქეთში. ახლა ისმის კითხვა, რატომ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს დისბალანსი, ასე ვთქვათ, გათანაბრდეს. ვინმე სამოუღია ამ თემაზე ლაპარაკი, დაუწყია საერთოდ? ვინმე ჩასულა მაგალითად პრეზიდენტ ერდოგანთან და უსაუბრია, რომ ეს მოსაგვარებელი არის. ან მე უნდა დავაწესო ტარიფები საზღვარზე. რომ მე ჩემი ის დავიცვა, ჩემი მწარმოებელი დავიცვა. გამიგეთ, აი რამდენი რამე არის გასაკეთებელი საქართველოში. ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები, ეროვნულია ეს არ არის მარტო ქართული სადღეგრძელოები და გიორგი სააკაძის გაუმარჯოს და დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ და აქ ლაპარაკია იმაზე, რომ შენი ეკონომიკა, შენი მოსახლეობა იყოს დაცული, შენი მეწარმე იყოს დაცული, შენი წარმოებული საქონელი იყიდებოდეს შენივე ბაზარზე თავისუფლად. აი ეს ამ საკითხებს არავინ არ აყენებს. ჩვენი მთავრობა საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ხალხს პატივს არ სცემს, ბატონო დავით. აი პრობლემა მაგაშია. განა იმიტომ რომ პატივს არ სცემს მართლა, არამედ ეგრე გამოდის. არავინ არ აყენებს თავის საკითხს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წინ. ეროვნულ ინტერესებს ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი LGBT-ს აღუდგებით წინ. და ამ დროს თავის რიგებში ხავთ მოწინავე LGBT-ს წარმომადგენლები, ხო? ღმერთმა გაახაროს ყველას თავის ცხოვრებაში. შეარგო ღმერთმა. ბატონო მაგიტომაც მე აგარ მაინტერესებს, მე მაინტერესებს აი ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ახლობლები, ჩვენი ნათესავები. მათ ექნებათ საშუალება რომ განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტი დაარტყით ბოლოში ამას ახლა ვერ გავატარებ, იმიტომ რომ რა ვქნა ეს ხალხი არიან საქართველოს ხელისუფლების წევრები, რომლებსაც ხელში უკავია ძალაუფლება. თქვენ მოგეხსენებათ კინგ დავითი ესეთი პიროვნება რა ამბები შეყარეს ქალის გულისთვის. ამერიკის გენერალი იყო მათ შორის ბილ კლინტონს ადამართეს თუნდაც ადვოკატის უფლება წაართვეს იმის გულისთვის რომ კაცმა ხალ მონიკა ლევინსკისთან გაიარო. ხო არა ამას რატო ვლაპარაკობ ვიცით? ეს ბევრმა პიროვნულში აღარ გადაიტანოს რა. ის სექსი თუ ეხება სახელმწიფოს და სახელმწიფო კაბინეტს, რითიც შენ ჩაგაცვა სამხედრო ფორმა შენმა საზოგადოებამ.
შენ მოგცა ის დრესკოდი და ვალდებულება როგორი უნდა იყო. შენ გინდა პრეზიდენტი იყავი, გინდა გენერალი იყავი, გინდა თავდაცვის მინისტრი იყავი, გინდა საგარეო საქმეთა მინისტრი იყავი, შენ გეთხოვება იმის გამო პასუხი, რომ შენ გამოდი ჩარჩოებიდან და შენ უნებებს მიეცი თავი და ძალიან ერთი ის ინდოელი ფილოსოფოსია ჩანაკია პანდიტი, რომელიც წლების მანძილზე მეფის კარზე იყო და პატარა იგავები არა, თავები აქვს რჩევებად დაწერილი და ესეთ რაღაცას ამბობს, რომ თუ ხელისუფალიო მონარიო თავისი ცოდვებისო, მას ვერ უშველის ქვეყნად ვერანაირი არმია, ვერ დაიცავსო რა და ესეა, ეს მარტო საქართველოში არ არის, ეს უცხოეთშიც ასე არის, უბრალოდ გარანტი სახელმწიფოებრივი დაცვისა იქ არ არის მარტო სახელმწიფო უწყობები, იქ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელიც ერშია. და არავის არ აპატიებენ, ამას მიუხედავად წოდებისა და მიუხედავად რეგალიისა და ჩვენთან ყველაფერი მოსულა, რაც დაემართა პირდაპირ ვიტყვი კაცო, რაც დაემართა მაია ფანჯიგიძეს, რაც დაემართა ხიდაშეს და კიდე არ გავურძელდები და ეხლა რაც შეეხება ამ თქვენს აქცენტს რა, აი ამ ეგრეთ წოდებულ LGBT თემას, მე პირდაპირ გეტყვი დაღებულ თემას რა. მე ვიტყვი ასეთ რაღაცას, გადავხედოთ ჩვენ ისტორიულ თუნდაც საბალეტო კულტურას გადავხედოთ, ხო? ყველა მიცის საქართველოში, რომ ყველაზე ცნობილი ბალერონი კომუნისტების დროს იყო მამათმავალი, მაგრამ რა ქართველმა ერმა არ დააფასა, დღემდე არ უყვარს, დღემდე არ თulis ამ ადამიანს ქართული საბალეტო დასის და კულტურის შემქმნელად თუ რა ყველა თulis ამ ადამიანს ღირსეულ ადამიანით, იმიტომ რომ იმას საბალეტო სცენიდან არ ულაპარაკებია მისი საჯდომის საკითხებზე. არც ერთ ძლიერ სახელმწიფოში, არც ერთ ძლიერ ადამიანს თავისი პირადი სახელმწიფოს თავისი პირადი სარეცელი არ გადმოაქვს სახელმწიფოს სათავეებთან და ამათ ეგერ ეხლა ვიტყვი თავი მოგჭრეს კაცო დიპლომატიური პასპორტები აქვს და ზარქუას და სანიკიძეს და იმას და იმას და ყველამ ნახა მთელმა ერმა ნახა ეს ბოდიში და მესაჯდომე ისინი რა ქვია კონსერვატორები კონსერვატორობას რო იბრალებენ აგერ დუბაიში და ევროპაში ვერ შემოდიან ამერიკა მაგათ არ უშვებს და წავიდნენ არაბული ღამეები უნდათ იქ დუბაიში და იქაც თავი მოგჭრეს დუბაიში და მე რა იცით ყველაზე მეტად რაზე მეთკინა გოჩაგული ჩამოდიან იმაში ეს დაჭერილები იქ იზოლატორში ჩააყუდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ უთხრეს უკან გაიკეთეთ თქვენი დიპლომატიური პასპორტებიო რა მწვენია დედასვიცაო მართლა მწვენია და ჩამოვიდნენ მე დაჯდნენ ბუხაძის ეთერში და იმედის ტელევიზიიდან ლაპარაკობდნენ ისეთ სისულელეს რომ ჩვენო კაცო ის კაცი საერთოდ არ ვიცითო ვინ იყო მარგალიტებიანი ცისფერლინზებიანი ბიჭუნა რო ყავდა წაბანილი იქ რო ერთობოდა ფლამინგოსთან წყალში ისე აღშფოთ დაო და ისე მოისროლა თევშიო ვითომ აი რაღაცა სრული სისულელე რა სრული იდიოტიზმი და კიდე დაცინვა ქართველი ერის და მართლა აი ბოდიში რა დავასრულებ ამათში რო არიან ბოდიში ეს გაუკუღმართებული მეძავები მამათმავლები და სოდომიტები და კიდე სხვაზე რო იშვერენ ხელს მართლა მე მართლა გეუბნები გოჭა იცი რა ჩემი შეხედულებები კონსერვატიული იდეები საერთოდ ზოგადად ამ სქესის ადამიანებთან მიმართებაში მაგრამ ყველაზე გახრწნილი პედერასტიც უპატიოსნესი არსება ამათთან შედარებით აი ესე ვიტყოდი ამას ბოლოს ამაზე მეც მე ვერაფერს ვერ ვიტყვი კი ახლა ეგენი შეიძლება თავისთვის იმაშვებიან მაგრამ თავისი ქმედებებით ხალხს ავნებენ საქართველოს სახეს როგორ შეგიძლია შენ პარლამენტარმა უცხოეთში რესტორანში მცველობა არ აქვს რა წინამდებარე ამბები ხდებოდა მოაწყო ეგეთი ცემატყება ბავშვთან ეგ არის სირცხვილი მაგათ ადგილზე საერთოდ როგორ უნდა გამოჩნდეს საერთოდ პარლამენტარის სახელი როგორ უნდა ერქვას საკმაოდ მაგაშია მორალი და ზნეობა არ არსებობს ეს ისევ ჩვენი ბრალია ბატონო და დანამ ქართველი რო და აი ქართველი ადამიანი რო დაინახავს ეგეთ არსებებს რომ მიდიან სადღაცას რა იქვე უნდა ჩაარტყას თავში ჩემი სახელით რატო ლაპარაკობა $80,000 გადაიხადეს და ვინ გადაიხადა ეხლა ზარქუამ კი არ გადაიხადა მისი ჯიბიდან დიპლომატიური პასპორტი ვისაც აქვს იმას მფარველობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ საკუთარ ვიცით ეს რა და ყველა ინციდენტს ანაზღაურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო $80,000 გადაიხადა ჯარიმა ერთ კაცზე რომ ამათი სიმაძღრის სიღორის და თავხედობის გამო
ისინი დაბრუნებული იყვნენ საქართველოში. დარჩენილი იყვნენ აბუდაბში, რა ჩემფეხებად გვინდოდა ესენი იქ. კი, გეთანხმებით. ეგ მაგრამ მაგაზე არ არის, ეგეთი ხალხი საერთოდ არ უნდა ყავდეს. დიპლომატიური პასპორტი როგორ უნდა მისცეს? საერთოდ აი ყველაფერი გაუფასურებულია, მაგრამ დავით, აი ადრე ადამიანებმა გაიცოდნა არის გაუფასო. ყველაფერია გაუფასურებული საქართველოში. ზნეობა, ჩვევა, ყველაფერი, აი ადამიანობა, ბოლოს და ბოლოს ქვეყნის გარეთ რო გადიხარ, შენი ქვეყნის სახე ხარ, ხო? მოკლედ რო ვთქვათ. მით უმეტეს პარლამენტარი თუ ქვია. და ასე რო იქცევი, სხვას რა უნდა მოსთხოვ, ესე იგი ქვეყანაში რა ხდება, ესე იგი რა არის ეს? ჩვენ ბანანის რესპუბლიკაც არა ვართ, ხო, ეგრე გამოდის. ზუსტად. ეგრე როგორ შეიძლება? ეს ხალხის ბრალი არის, ბატონო დავით, მეტი არაფერი. ყველა ეს ჩემი როგორ გითხრათ, ყველა ადამიანს უკავი ასე, მე ეს არ მეხება. აი ყველაფერში დადგება ისა, მერე 2 კილო კარტოფილი და გაყიდის თავის მომავალს. და ზუსტად. იმ 2 კილო კარტოფილის ნაცვლად უარს ამბობს 10,000-ობით სიკეთეზე, რაც შეიძლება მიიღოს. აი კიდევ ჩვენ საუბრობდით სხვა მიმართულებიც, აი ჩვენ ბოლოს რო ვთქვი, ეკონომიკური ინტერესების დაცვა საქართველოში. საქართველოზე მზრუნავი სახელმწიფო რო იყოს, საქართველოს მოსახლეობაზე მზრუნავი სახელმწიფო რო იყოს, ის პირველ რიგში იფიქრებდა საქართველოს მოქალაქის ბედზე. რომ მას ჰქონდეს ყველაფერი, უზრუნველყოფა, ის უნდა იყოს დაცული, ის არ უნდა იყოს მშიერი, მას უნდა ჰქონდეს ყველაფერი პირობა, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სოფელში, ქალაქში, თუ რაიონში და ასე შემდეგ. და ეს პირობები უნდა შეიქმნას. და ისივე როგორც განათლების სისტემა. განათლების მისაღებად კი არ უნდა გარბოდნენ საფრანგეთში ან ამერიკაში ან სადმე. განათლებას უნდა იღებდეს ადამიანი მშობლიურ ენაზე. მშობლიურ ენაზე უნდა იღებდეს ადამიანი და საზღვარგარეთ შეიძლება კვალიფიკაცია ცოტა აიმაღლოს, რაღაც კურსები გაიაროს დამატებითი თუ სჭირდება, ისაც იმ შემთხვევაში. და ასე შემდეგ, ჩვენ ქვეყანას მომავალზე მზრუნავი სახელმწიფო მთავრობა არ გყოლია. კობახიძე არავის არ აურჩევია. ისევე როგორც სხვები არავის არ აურჩევია, დღეს ვინც არიან ხელისუფლებაში და მინისტრებად რო სხედავენ. მაგაც ხმა არავის არ მიუცია. მისცეს ივანიშვილს, ახლა სიმართლე ეგ უნდა ვთქვათ. ივანიშვილმა მიიღო ის ხმები, რასაც ახლა კობახიძე 100 წელი ვერ მიიღებდა, ცალკე რო ავიღო და ნებისმიერი მისი პარტიის წევრები. აი სხვათა შორის, აი მინდა ხაზი გავუსო. ყველანი ერთად რო აკრიფო, არა მანდა. ყაველაშვილის უყველა ჯობია, ალალი კაცი მაინც. უნდა ითქვას სიმართლე, კი, ეს ის მაგარი იდიოტია. არა, გემრიელად მაინც დაიგინება ხოლმე. ხო, კი, რა არის? გულს მოიფხანს ადამიანი მაინც. ციბრიყვის მიერ იმდენად რაფინირებული ბრიყვი არის, რომ იმას არ შეუძლია სიღრმისეული წყვილის თქმაც. ეცა. კი ბატონო. კი ბატონო. ახლა ვინმე ზარეკოს რომ ჩვენ ამ იდიოტს ვამართლებთ, ჩვენ სამხედროები ვართ და ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ქვეყანაში ყავდეს პრეზიდენტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები არ არის. და რომელსაც პირდაპირ აქვს ხელი ძალოვანი უწყებების ფორმირებასთან და მის ბედთან, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რა დღეს რო უყურე, გოჩა ოღონ ნაღდათ გეუბნები, რო შევხედე, აი როგორ უძურებოდა სახში პირველი არხის ჟურნალისტი, მე მიუხედავად იმისა, რომ ყაველაშვილს ვერ ვიტანდა იდიოტს უძახი, მე რო მის ადგილზე ვყოფილიყავი, შეიძლება საკუთარი ხელით დამეხრჩოს ნაძირალა. ჩვენ საერთოდ კულტურა გვაკლია, თელერს გვაკლია, ან მივედით, ან დავედით, ან აქამდე ინდიფერენტულები გავხდით, რომ ჩვენ სითავხედეს სიტყვის თავისუფლებას ვარქმევთ და ბრძოლას თავისუფლებისთვის მაშინ ვანიჭებთ რაღაცა სახელებს, როცა ვიღაცას ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდა უფრო მწვავე მოტივებით. ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ბოლოს მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო უკრაინის ომთან მიმართებაში და დღევანდელი ვიდეო ლაივი რო დავამთავროთ ჩვენ. და გეტყვით უკრაინის ომი გაგრძელდება კიდევ მინიმუმ კიდევ 5 წელი იქნება მაგამდე. უკრაინის ომი არ შეწყდება ვიღაცის ბრძანებით. იქ არის უამრავი მილიონობით გაუბედურებული ოჯახი. ომი დასრულდება გეუბნების ყველაზე მცირე კიდევ 5 წელი გაგრძელდება. შეიძლება ეს
ეწვითონ რაღაც დონეზე აქტიური, ასე ვთქვათ, შეჯახება ჯარის, მაგრამ ის მაინც გაგრძელდება ინერციით კიდევ 5 წელი. ეს საშინელი ტრაგედია არის და ჩვენ უნდა ველოდოთ ომის შემდგომ პერიოდს. იმიტომ რომ რუსეთშიც და იგივე როგორც უკრაინაში მილიონობით ადამიანი არის გაუბედურებული. რუსეთში მოკლულია, მიახლოებით ახლა ჩვენ თუ დავეყრდენით ყველაზე მინიმუმი 800,000 ადამიანი არის მოკლული ფრონტზე. აქედან 3-ზე გაამრავლე 800 კიდე ეს არის დაჭრილები და ასე შემდეგ. ანუ პლუს რამდენი ჩვენი სახელმწიფო არის იმის წინაშე, რომ ორივე ქვეყანაში, უკრაინაშიც და რუსეთშიც ამდენი გაუბედურებული ოჯახი, კრიმინალი, ყველები 3 წელი რო ერთმანეთის ხოცვაში იყვნენ, ის ადამიანები შეიძლება შემოვიდნენ საქართველოში. აი მაგაზე უნდა იფიქრონ უკვე წინასწარ განსაზღვრონ. როგორ შეიძლება ამ სიების მოკრეფა? საიდან შეიძლება ამ სიების აღება, ვინც იღებდა მონაწილეობას ომში? მე არ ვამბობ საქართველოს ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები, არა. მოხდობაში უკრაინელები, რუსები, რომელიც შემოვლენ მერე საქართველოს ტერიტორიაზე და ღმერთმა დაიფაროს, რომ ერთმანეთი ნახონ, რომელიც ერთმანეთს ებრძოდნენ მერე იქ. გამიგეთ, რომ ჩვენ არ ვიქცეთ რაღაცა გარჩევების პოლიგონად მომავალში. ზუსტად ესა და ხო, სტატისტიკური საფრთხეა. კი, მაგიტომაც ძალიან სიფრთხილე მართებს საქართველოს, ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ რო გვყავს მეორე მხრივ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენ გვყავს შიშარა ხელისუფლება. შიშარა იმიტომ, რომ მათ ცხოველური შიში აქვთ ყველაფრის. და ცხოველური შიში ეს ასეთი შიშარა ადამიანი რო გყავს, გამზვანელად პრემიერ-მინისტრად და მასზე უფრო შიშარა ადამიანი არის მისი პატრონი, ივანიშვილი მყავს ხელობაში. ეს ქვეყნისთვის არის სახიფათო. იმიტომ რომ მათ ეშინიათ საკუთარი ჯარის, მათ ეშინიათ საკუთარი პოლიციის, მათ ეშინიათ საკუთარი უშიშროების. მაგიტომაც ყავთ თავიანთი, ესე ვთქვათ, დიმპიტაურის მოყვარული ადამიანები დანიშნული იქ, რომ არაფერი არ მოხდეს. და ისინიც კიდე ატარებენ იმ პოლიტიკას, რომ არაფერი მოხდეს. და საერთო ჯამში გამოვიდა, რომ ჩვენ დაუძლურებული, ჩვენ არ აგვყავს ჯარი, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის. ჩვენ არ აგვყავს პოლიცია, რომელიც ნახევრად უკვე კრიმინოგენურია და კრიმინალებთან არის შერწყმული. ჩვენ არ გაგვაჩნია უშიშროება, რომ საერთო წარმოდგენა არ აქვს სადმანაობს. მარტო იმის, რა ქვია, ინტერნეტიდან აკრეფილი ანალიტიკური რაღაცეების დასკვნებით რო ხელმძღვანელობენ. ჩვენ არ გაგვაჩნია საზღვარი არ არის დაცული, ჩვენ არ ვიცით საზღვარი საერთოდ სად გადის. ჩვენ არა გვაქვს რო იტყვიან ეკონომიკა, ჩვენ არა გვაქვს შესაბამისად ფინანსური უზრუნველყოფა და პლუს ჩვენ გვყავს თავრობა ამ პრობლემების ფონზე, რომელიც ებრძვის მსოფლიო ომის პარტიას ამერიკაში კიდე და Deep States და რა ვიცი მე კიდე ვიღაც გალაქტიკურ ძალებს. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელია ხო და რა არის, რომელია საშიში უკრაინიდან წამოშემოსული ესა რა ქვია, ფსიქოლოგიურად გატეხილი ადამიანების შეკავება თუ ისა რა ქვია, უტვინო ხელისუფლება. რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს და რომელმაც არ იცის რა არის გასაკეთებელი მომავალში. ეს არის ყველაფერი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს და მოსახლეობა უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში, ბატონო დავით. ყველამ 2 კილო კარტოფილზე კი არ უნდა გაიყიდონ, არამედ რეალურად შეარჩიონ ისერის ხალხი არის. მოძრაობებია, პატარ-პატარა მოძრაობებს აკეთებენ, იქ აკეთებენ და იმას მიაქციონ ყურადღებას და არა პარტიებს. ეს პარტიები არაფრის მაქნისებია, მაგითომ ისევ თავში როგორც ვთქვი, ხონებული ეროსი მანჯგარაძის სიტყვები ბრინჯაოს ხანაში ქმარი რო ყვდებოდა და ცოლსაც მიაყოლებდნენ, ისევე უნდა ოცნებას უნდა მიაყოლონ ესეთი ოპოზიცია უკან, რო ითვლიან მოუსავლეთში და ახალი ადამიანები უნდა შემოიყვანოს ხალხმა ენას. ეს ერთადერთი გამოსავალი ეგ არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩა თქვენ, ჩემ მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბატონი გოჩა ვეტრიაკოვი, საქართველოს შეერთებული ძალების საზღვაო ძალების ყოფილი სარდალი და ჩვენ მიმოვიხილავდით პოლიტიკურ თემებს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს
და გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს ბედს, ვინც მიყურებდა, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას ვთხოვ, კიდევ ერთხელ ვთხოვ, გამოიწეროს ჩემი ვიდეო არხი, ჩემი YouTube არხი, სხვადასხვა სოციალური ქსელისადაც დაიდება ეს შემომიერთდეს და მონაწილეობა მიიღოს ჭეშმარიტად თავისუფალი აზრის და სიტყვის მხარდაჭერასა და განვითარებაში. მადლობა ბატონო კუჩა თქვენ. დიდი მადლობა ბატონ დავით. მადლობას ვეწყობ იმ ადამიანებს, ვინც გვისმენ და ჩვენ არა ვართ 100%-იანი ჭეშმარიტის გამჟღერებლები, ასე ვთქვათ. ჩვენ ვცდილობთ რაღაც გამოსავალი ვნახოთ, რაღაც საკითხებზე ვიმსჯელოთ. ის, რაც ხალხს აწუხებს და გამოსავალი ერთად უნდა ვნახოთ ყველამ ერთად. კარგად ვზანდებოდეთ. კი ბატონო, კარგად ვზანდებოდეთ. კარგი.